დავიწყეთ. დავიწყეთ. ესე იგი, დავიწყეთ ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდი. და როგორც შევპირდით, ჩვენ მაყურებელს მეორე ეპიზოდში ყავს სტუმარი, მომღერალი, მუსიკოსი და ირაკლის დედა ლიზა ბაგრატიონი. ყველაზე ძალიან გამეხარდა, რომ ვარ ირაკლის დედა. აბარა. ის ურჩევნია, ხო იციო, მამულსაო, რომ შვილი ჯობდეს მამასაო, მაგრამ ამ შემთხვევაში დედასა. დედასაც კი. და რამდენადაც პარადოქსალური არ უნდა იყოს, როდესაც ამბობენ ჩემზე, რომ ეს ირაკლის დედა იქ ქუჩაში მქონია, რომ აი თქვენი თაობის მოდიან და ირაკლის დედა. ძალიან მიხარდა. ძალიან კარგი. აბა, როგორ ხარ ლიზა? კარგად, ისეთი სტუმრები მეწვია დღეს და ან ერთმანეთის სტუმრები ვართ ეგრე. სხვადასხვა ხო, თქვენ ხართ ჩემი სტუმარი სახლში და მე ვარ თქვენი პოდკასტის სტუმარი და ცოტა ვღელავ, იმიტომ რომ არ ვიცი რა გაინტერესებთ, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოს მე ჭუცა აზრებს მოვაფრქვევ თქვენთვის, ლაპარაკი რო არ მიჭირს ეგ მოგეხსენებათ, მაგრამ აზრი ხო, ეს პრობლემა გვაქვს დედაშვილს. ძალიან ინტროვერტი დედაშვილი ხარ. სუჩუმად, სოციოპატები ვართ პრაქტიკულად. მე როგორც ვიცი, სტამბულში იყავი მგონი, კი ხო? ბატონო. როგორ მოიარე? როგორი იყო? კარგად, საერთოდ მიხვდეთ, რომ ცოტა ფრენა მაღელვებს და მაინდა-მაინც არ არის ჩემი საყვარელი ადგილი ხარჯი. მაინც ძალიან მიხარია, როდესაც ვტოვებ თბილისს იმისთვის, რომ უფრო მომენატრეს ხერეყარდეს და სისულელია უკვე ამაზე მეტად უკვე აღარ პასუხი იყო ნერვა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარს, იქ მყავს ძალიან კარგი მეგობარი. დაკო ძალიან გვიყვარხარ, რომელთანაც დავდივარ სტამბულში და პრინციპში ვარ თან სახლში და თან არ ვარ სახლში და ამიტომ რაღაცნაირად ყოველთვის ძალიან კარგი. ნუ ესე იგი გიწევს ხოლმე სიარული და რაღაც ეს ერთჯერად ვიყავი არ. არა, ხო, იცი რა არის, აი რაღაცა, სულ რაღაც მიზეზებს ვიგონებ იმისე, ხან თვალი მტკივა, ხან რაღაც ყური მტკივა, ხან ყელი მტკივა, ხან ფეხი მტკივა ვიგონებ. დაკო ჩვენი მეგობარი მუშაობს ძალიან ცნობილ კლინიკაში სტამბულში და შესაბამისად სულ რაღაცას ვიტკიებ, რომ მიზეზი მქონდეს წასვლის. დაკო, იცი ვინ არის შენთან ვილაპარაკებოდი? ხო. ლიზას და რაღაც გოგოს ვილაპარაკებოდი. ჩემ ხალარ რო დაურე. კი, მახსოვს, კი. დაკო. მე არ ვარ სხვა შორის ნამყოფი სტამბულში. და ძალიან სულ რაღაცა კომპიუტერზე რომ მიყენია სულად ხო? სტამბულია. ხო, არ ბიჭო, ძალიან ლამაზია და ჯერ არ მოუდგენელი ქალაქია, ლამაზია, ძალიან ისტორიული, ეგზოტიკური რაღაცნაირი. ანუ კონსტანტინოპოლსაც ყოფი დღემდე ეს რაღაცა საოცარი ცივილიზაციის ჯანყი ყველაზე კარგად ჩანს ჩემთვის. სხვა შორის თან აი რავი, რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მაინტერესებს და ვაფასებ ამ აღმოსავლურ კულტურას და უფრო რაღაც საინტერესო ხდება და უფრო იაზრებ, რომ რეალურად შეიძლება ეს ერთი შეხედვით ისე ჩანდეს, რომ დასავლეთი უფრო კულტურულია, უფრო განვითარებული რაღაცნაირი, მაგრამ რეალურად ყველაფერი იქიდან არის. ბევრი რამე არის იქიდან წამოსული. კი, დღეს იცი რა განვითარების ეტაპებზეა, ხო იცი, თავიდან რაღაცა მათ ძალიან დიდი, აი ძალიან ესეთი, აი ძალიან ძლიერი ცივილიზაცია და რაღაცა აი აბსოლუტურად სხვა ხელოვნებო დარგებში განსაკუთრებით. მე რაღაცნაირად ხო იცი ეტაპებია განვითარების. მე რაღაცა ევროპამ უფრო რაღაცა სხვა განვითარება პოვა. არ მინდა რაღაცა ისეთ ხო იცი ეს რელიგიური თემა ძალიან ინტიმური და ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა აქ რაღაცა მნიშვნელობა იმისათვის, რომ ხო რაღაცეები განსაზღვრო და ყველა შემთხვევაში არ ვიცი რამდენად ჩვენთვის მარტივი იქნებოდა ასეთ ქვეყანაში ვთქვათ დიდი ხნით for goods როგორც სიტყვა ხო იცი რაღაცა გადასახლება და იქ ცხოვრება, იმიტომ რომ მაინც ჩემთვის რაღაც ბევრი რამ არის მაინც ისეთი უცხო და რაღაც უცხო იმდენად არანაირად გაუგებარი და მიუღებელი. მაგრამ აი ეს სამოგზაურო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და განსაკუთრებით სტამბული არის მართლა რაღაცა. სტამბულში მქონდა შოკი. ხო ვიცი რომ ისინი არიან მუსულმანები რაღაცა და სადავ არ მახსოვს თან უნდა გამიყვანა ცენტრში. და просто ისმინოდა სიმების აგებო. просто არა უბრალოდ. და
სიმების საერთოდ დედა პოდკასტშიც დედა. დედა ვერ კარგავს. ხანდახან მამაც არის. მამას ისეთი დედა ყავს, რომ ხანდახან ვეუბნები, რომ შენ მოგიგდეს დედა, შეხო დედა არა, ყავს შენ ყავს ორი მამა ვეუბნები. ეგეც არის. გუშინ წიხო დამხვდენეს და მისი დეიდაშვილი გუთა, რომელიც არის მართლა ვეცხლისწყალი. სანამ ამან მანქანა მოაყენა და ამან სანამ აი დადებული ორი ჩემოდანი ხელში აიღო, ის გადადგა უკვე ჭკუიდან მანქანაში გადმოხდა, გამოგლიჯა ხელიდან ჩადო და ეს ჯერ კიდე ვერ მიხვდა, რომ უკვე ჩემოდნები მის ხელთ აღარ არის. ნუ და გამომხედა ეს იგუთა. გამოკეთე. არა, ნუ და მანქანაში როგორ ჯდება, ალბათ დაკვირვებული. აუ, კი, საცობში ეს თუ ან რაღაცა ესეთი უადგილოს თუ მივაჩერე მანქანა, სადაც იდეაში უცებ უნდა გადმოხტესა და ანჩად. მერე გადმოდივარ მანქანიდან და უკაცრავად დიდი ბოდიში. აუტისტი შვილი ვარ. ხო, არ შეიძლება. არა, იუმორიც ფანტასტიკური, ამგვარად. ხოდა ისტორია ვარ მოყავ. მოყავ. სტამბულზე ხო და სიმების საღილად მივდივარ, ერთ მაღაზიაში ჩავედი და როგორ სიტუაცია, გიტარებია, რაღაც ყველაფერი არის. მუსიკის მაღაზიაში. ხედავ ამ ტიპებს გამყიდველებს და ცოტა შოკში ვიყავით, რომ ორივეს ჰქონდა ტუნელები და ანუ ხელამდე ტატუები და თურქები იყვნენ? მეთეთ ბენდიც დავალა იქ მე მოусმინე რაღაცას ძალიან მეტალია. იმათი თურქული ბენდი იყო? აუ ინგლისურ მოგეროდა. აბსოლუტურად ყველაფერი რაც ყველა ქვეყანაშია ნახავს სტამბულში. ხო და ეგ არის. აბსოლუტურად დაწყებული LGBT საზოგადოებით და ხო, აი აზიური ნიუ-იორკი. აი მე გეჩნდა მორჩება შორს. ეგ ის არის, აი სადაც ყველაფერს ნახავ რა, აი ყველაფერს შენი გემოვნებით, ტიპოვი, დაწყებული მუსიკით, დამთავრებული აი ყველანაირი საზოგადოება. მადრიდზე ყველაზე მაგარი ვინილები რაც მაქვს. Led Zeppelin-ები, Dirty, Alice in Chains, Jamiroquai. ურა, კაია, რა საინტერესო. ლარი რა, 25 ლარი და 25 ლარი დამის. ვაჭრობის მომენტი არ ქონდა? როგორც ვიცი. აფრენე, გიჟდები. ცალკე кайფო. კი, მაგრამ ხო, ახლა ბაზარი და ის ეგ საერთოდ აი, ყველაზე მეტად ეგ სიტუაცია მაინტერესებს, სტამბულის ბაზარი და იქ რომ მიდიხარ და გურჯისტან და რაღაცა და აბა დამიკელი დაგიკელი. გიურჯი ხანუმ, გიუზელ ხანუმ. დღემდე აქვთ ეს შემორჩენილი, რომ აი ქართველი ქალი არის ლამაზი ქალი. ეს ფოტოშორის სუმკიდებენ იმაზე, ქალები ხა კაცები ვერ მიბედავენ და ქალები ხო რა კაი გაკეთებული გაქვს ყველა მე. არა, ეს უშუალოდ აქვს. რომ აი ხო ვიღაცასთან თქვა იგივე დაკოს მეგობრები ან სადღაც მივედით ან რაღაცა და ისა რა კარგი გაკეთებული გაქვს წამწამი და არა ჩემია რომ ვეუბნები და მიმოწმებე. ეგეც ხო წარმოიდგინე ევროპაში სად ნახავ ეგეთ რაღაცას რომ ვიღაცა მოვიდეს. არა, ეს ამ ხრივ ხო იქ რამდენადაც დისტანციურები არიან, აქ არა, პირდა რომ იმ წუთშივე შემოდი სახლო კონტაქტი. მე მესიმპათიურება ძალიან ეგ რა. ნუ შეიძლება ხა რაღაც მომენტში არ გინდოდეს ადამიანს და რაღაცა შენ ამბებში იყო და არ გესიამოვნოს ეს ზედმეტი რაღაცა კონტაქტი. ხო, ზედმეტად კონტაქტურები არიან. ანუ ირაკლი კომფორტულია. ადამიანურ ამბავში პრინციპში. ეგ მომეწონება. რავი, იქნებ დავგეგმოთ და წავიდეთ. სანდროს უნდა ძალიან სხვა შეაფაროს. ერთ პერიოდი მაგრა ჩაუჯდა იმას თურქულ მუსიკას და იქ რაღაცა. გოჩადუნია და თურქული რაღაცა ფანკ ბენდი მომეწონა. გამოუშტები. ისე მოეწონა ერქვა ალტინგუნ თუ. ხო, ალტინგუნ. აუ, მეც მაგრა გამისორდა მაგათი გოჩადუნია არის ერთი სიმღერა, მე ლიზასაც მოვასმენინოთ, აი ძალიან საკაიფო. შევდგეთ იმას, რომ გველაპარაკე, როგორც უბრალოდ, ხო. აი, მაგ პერიოდზე მოგვილევი რაღაცეები რა. ეგ არის ძალიან საინტერესო. იყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენ ქვეყანაში. ნუ სტუდენტობა იყო ძალიან რთული. ნუ ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ ფიზიკურად სულ ვქციოდა. ან სულ ხელოდა. პირობები არის. ხო, პირობები იყო ძალიან რთული, ისე მახსოვს მყავდა უსაყვარლესი ლექტორი გივი დაუშვილი სპეციალობით ჩემი ინგლისურს გვიკითხავდა და სპეციალობა გქონდა ნუ 2 ლექცია ნუ 5 წუთიანი შესვენებით და ისე ვიყინებოდით ხოლმე აუდიტორიაში იმიტომ რომ ისეთ ნუ რომ ვლაპარაკობდით ბოლი გამოგვდიოდა ხო ეს ზამთარში ქუჩაში აი ეს და ისე მახსოვს უცებ რაღაცა მომენტში რომ შეატყობდა რომ უკვე ნუ თვალები რომ გიშეშდება ხო სიცივისგან და
თვითონაც ადამიანია თიოდა და უცებ წამოხტებოდა ხოლმე ესე let's do morning exercise აი და დადგებოდა ეს ამხელა იცი როგორ ესეთი გეკაცი დიდი ესეთი დადგებოდა და ვარჯიშთან ნუ ვიცინოდით ეხა გივი ამხელა კაცი წირო გვედგა და რო აკეთებდა რაღაცა იმ ვარჯიშებს წარმოიდგინე ვითომ ჩვენც გვართობდა თან თვებოდით თან რაღაცა მე იყო ამ დროს ომი პარალელურად ძალიან ბევრი მეგობარი დაგვეღუპა ამ ომში თბილისში ხდებოდა კოშმარი აი როგორც ჩვენ ჩანთები გადაკიდებულები ეხა თქვენ ხო ბიჭებსაც გაქვთ ხან ესენი ზუგ ჩანთები ხან ის გადაკიდებული მაშინ აი ესეთი გადაკიდებული ქონდათ ავტომატი ბიჭებს აი წარმოუდგენელი აი ხანდახან რო ვფიქრობ მე სხვა შორის ჩემს მშობლებს მე უკვე რო გამოსწორდა სიტუაციას უვეკითხებდი როგორ ისვენებდით მეთქი ეხლა ამ დღეს ამ მობილური სიმაში აი ერთხელ რო დარეკავ შენ შვილთან და არ გიპასუხებს უკვე პანიკა მაქსიმუმი გაქვს 15 წუთი რა რო აი 15 წუთი სანამ გადმოგირეკავს 15 წუთი თუ არ დაგირეკა ისევ რეკავ შენ მეორეც და всё უკვე ირთვება პანიკა დედაჩემი ზუსტად ვიცი რომ მე რაიდან და მაგ პერიოდში მეუნები დედაჩემს მამაჩემსაც ვეკითხებოდი რომ აი სიბნელე უკუნი არ სროლა რაღაცას აი უბრალოდ აი ესე კაკანებდა მთელი ქალაქი აბსოლუტური უკუნის სიბნელე და ჩვენ ნუ ახლა სტუდენტები ნუ როგორ დაგვეშალაო ნუ ახლა ახალგაზრდები იყავით და ვერ გიშლით ყველგან დავდიოდით ფეხით არანაირი ტრანსპორტი არ იყო არაფრის საშუალება არ ქონდა 18 წლის ვიყავი რომ გადავედი საღამოზე სასწავლებლად და პარალელურად დავიწყე მუშაობა დილას დავდიოდი ფეხით წერეთელზე The Georgian Times იყო ასეთი გაზეთი ინგლისურ რედაქციაში ვიყავი მომშვები რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე იყო ასეთი უდიდესი ჟურნალისტი ლინგვისტი ნუ ფენომენალური ინტელექტის და განათლების პატრონი რომელიც დიახ მოიწვიეს მაშინ ქართული რედაქციაც იყო ინგლისურიც იყო პირველი ინგლისურენოვანი გაზეთი იყო რეალურად საქართველოში აიოვაში მე წავედი აიოვაში მე პრინციპში მან მუშაობდი და უკვე რო მან დედან წავედი მან დედან მოვხდი იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ამერიკაში იყავი არის ასეთი დღემდე ფუნქციონირებს USAID თუ ბოლომდე ხა აბრივი თუ ავდა თუ USAID თუ გინდა ეხლა რაღაც გრუზინულად კი ბატონო და ნუ თუ აბრივიატურას ამბობ მაშინ ეგრე ხო და იქიდან წავედით როგორც აი რაღაცა help through knowledge პროგრამა იყო და ხო და ანუ ჟურნალისტები იყო რუსთავის ნიკა ტაბატაძე იყო ეს არის სტუდენტობის პერიოდი და ახლა რამდენი წლის იყავი არა აი დავამთავრე ინსტიტუტი და მაშინ ზუსტად ანუ სწორედ ამ Georgian Times-ის გამო მოვხდი იმიტომ რომ ნუ ინგლისური პირველი შემთხვევა იყო ესე რომ საქართველოს მე 88 წელს ვიყავი პირველი ქართველები ბავშვები ჯგუფი სანამ იმაზე გადავალთ ეგ მე მგონი უფრო საინტერესო უკნიდან რომ მოუვა ეს იყო პირველი ამბავი და ძალიან საინტერესო იყო რა იცი ჯერ ისინი ჩამოვიდნენ ამერიკელი ბავშვები ჩვენ ვიყავით მე ვიყავი მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე პატარა 14 წლის ვიყავით რამდენიმე და დანარჩენები ცოტა უფროსები ყანჩელი ინათ უფროსია ცოტა ჩემს ხო და 16-17-14-დან დაწყებული სადღაც 17 წლამდე აი ესე ბავშვები და დავხვდით ჩვენ პირველები ჩვენ ვუმასპინძლეთ ამ ამერიკელ ბავშვებს რომლებიც მე ძალიან რომ დაგვიმეგობრდნენ უკვე და გაიხსნენ, დაგვიძახეს ოთახში და გახსნეს ჩემოდნები და გვანახეს ჩიფსები, რაღაცა რომ ოჯახიდან წამოღებული ისეთი ხო იცი თუ შონკების რო დაქონდათ აი ესეთ რომ ნუ ჯერ ხო ისტერიკა მოაწყო, ბევრმა მოყვა რომ მშობლები ტიროდნენ და ეხვეწებოდნენ რომ საბჭოთა კავშირში აქ არისო და ამათ მაზეხა და ამ დროს ჩვენ აქ დავახვედრეთ შავი ხიზილალები და რაღაც საოცრებები და
იყვნენ გაგიგებ და ჩვენ ესე იგი ეს რომ გადაყარეს რომ ნახევრმშობლებმა რა გამოგვეცეს ჩვენ ნახეს არ გვინდოდა შავი ხიზილო და გვინდოდა ის ჩიფსები იმათვის ის როგორი ლაქჩერი იყო წარმოიდგინე რომ ხო და ნუ აი როგორ დილას შუადღეს საღამოს ნუ როგორი სადილებით და როგორი იმით იცი და ნუ ძალიან ბევრი გვეუბნებოდა რომ მშობლები ტიროდნენ და ეხვეწებოდნენ რომ არ წახვიდე და საბჭოთა კავშირში და იქ დაგიჭერენ და მოკლავენ და ნუ მოკლედ იყო მთელი ამბავი ამასობაში ჩვენ რო უკვე იქით წავედით ძალიან საინტერესო იყო ის რომ პირველი 2 დღე გქონდა ვაშინგტონში ვიზიტი დაგეგმილი ოფიციალურ დონეზე კონგრესში მიგვიღეს კონგრესმენებს შევხვდით 14 წლის ვარ და წარმოუდგენელი სიცხე იყო აი მე პირველად ვნახე საერთოდ აი ასეთი ჰიუმიდიტი როგორ არის აი ესეთი ტენიანობა ნუ დავიხოცეთ ნუ მსგავსი რაღაცა აი რაღაც დღემდე ჯოჯოხეთად მახსოვს ეს ვაშინგტონის დღეები ხო არა წარმოუდგენელი აი ჩურუღას ეძახიან სხვათა შორის აჭარლებით ბათუმში აი ივლისი ეს პერიოდი ძალიან ტენიანობა როა მაღალი და მოკლედ ეს ჩურუღა პირველად შევიგრძენი ვაშინგტონში რომ მე ბათუმში აჭარაში ნაკლებად დავდიოდი ჩვენ სოხუმში ყავდა მამა ჩემს ბიძა და ჩვენ ბიძაშვილები და იქ გავატარე სახლით ვატო? ვატო გაიცანი ვატოშკა ხო აი ვატოშკას ბაბუა იყო ვახტულა მისი სახელი ქვია ვატოს და ბიცოლა მყავდა აფხაზი საოცარი ქალი და 3 ბიძაშვილი და მთელი ბავშვობა იქ გატარებული სახლიც ჰქონდა იქა სოხუმთან ზღვის პირას და მოკლედ ამიტომ აი ეს პირველი ჩურუღა ასე ვთქვათ ეს საოცარი მაღალი ტენიანობა ნახე ხო ჩურუღა მაგარი სიტყვა ვიგემეთ ვაშინგტონში და რატომ მოვყევი ახლა ეს ისტორია ისე მახსოვს აი ხო არის რაღაცა რაც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება ესე კაპიტოლიუმში რომ შეგვიყვანეს და რომ უნდა შევხვდეთ ვიღაცა ეს და ძალიან ესეთ ლამაზად ჩაცმული როგორც მე გაირკვა იყო რაღაც ბროდვეის მსახიობი ცნობილი ქალი რომელიც იყო რაღაც თავის სენატორთან თუ კონგრესმენთან თუ რაღაცასთან მოსული ესეთი ჩალმით ჭყვიალა ცისფერი თვალები ძალიან დახატული ესეთი აი რაღაცა გაპრანჭული ბრილიანტებით და ნუ გაიგო რაღაცა ველური საუბარი კორიდორში რომ გამოვიდა რომ გაგვიერად ეხა წამდგე 20 ბავშვი ქართულად და ხო წარმოგიდგენია რა ხმაზე ვლაპარაკობ მოტრიალდა ეს და მიხართო? ხო, საიდან ხართო და მე და აი ნატოვიდეკით სწორედ ჩემი მეგობარი ვლაპარაკობდით რომ ბიჭები ჩვენ საიდან ხარ თქო ჯორჯია ნუ წავიდა ეგრევე What you mean ჯორჯია იმიტომ რომ ხო ნუ ხო გესმის რომ ისა და არა მეთქი ეს ჯორჯია კი არა თქო ჩვენ ვართ თქო აი კოკაზის ხო ეს Soviet Union და Russia და ის აი მაშინვე არ ქსიამოვნებდა ამის დაფიქსირება და ამიტომ ნუ უფრო კავკასიას და რა შავი ზღვა და რაღაცა ხო იცი რომ სტალინის ხსენებას დიდად არ გინდა და მოკლედ ვართ ამ ახსნაში და ეს ესეთი გაოგნებული თვალები გვიყოდა და former Soviet 99 წელია და ამიტომ ჩვენ უკვე former ვართ და ესე მართლა ჯერ არ იყო ესეთი ჩაბნელებული და მიქვესკნელებული ჯერ გორბაჩოვის პერიოდი იყო და ისა former Soviet Union ეგრევე რო იყო ამ იცი ოღონდ როგორ რო გაი ეს ჩანთა ისე მახსოვს ესეთი კლაჩი გავარდა ესეთ გარბის ჩვენ ხა ბავშვები ვარ აი მე ისე შევწუხდით გამოეკიდა ეს კაცი ნუ ჯერ ეს ჩანთა მეად რაღაცას უხსნი და მე რო შემოbrunდა ძალიან ბოდიშები გვეხარა სხვა თაობის ადამიანიაო და შეუნდეთ ხო ვერ გაიგო უცებ შეეშინდა ხო იცით ჩვენთან ასოციაცია თან კაპიტოლიუმში ეს 20 ბავშვი რომელიც ყაყანებდით შორტებში მაიკებში გამწრუ უცებ მოვიწყუტეთ რაღაცა მახსოვს და მე ძალიან კარგად მახსოვს აი ასევე ხოდათ რაღაც ისეთი შეგრძნება აი რაღაცა ცუდად იგრძენით მაგ დროს თავი ამ ბავშვს იმ წუთში მახსოვს აი რაღაც ყველა დავდუმდით უცებ აი რაღაცა ვერ მივხვდით იმიტომ რომ არ ესეთ ხო იცი რა ესეთი ის არ მქონია ხო ეხლა როგორ არა მაშინ ჩამოდიოდნენ ჯერ ჯაზ ფესტივალები იმართებოდა უკვე და ბიბი კინგი და ვინ არის ხო აქ ნამყოფი და ამიტომ ხა ის მომენტი რომ დენირო და რა ვიცი და ის მომენტი რომ ხა უცხოელი პირველად დავინახეთ არა მაგრამ
აქ ვინც ჩამოდიოდა, მაინც იცოდა სად ჩამოდიოდა ასე თუ ისე და ყოველ შემთხვევაში კეთი განწყობა იყო და არ ქონდათ ეს რაღაცა და აი პირველად შევეჯახით მაშინ ესეთ რამეს, რომ რაღაცა შეეშინა რიჩარდსი ცოტა მერე იყო. ხო, მაგრამ ეგ ისტორია დაგდია. ეგ შევარდნაძის დროს. რა მცხეთაში წაიყვანეს, აი დედა. ჯვარში აიყვანეს და არა, მე ვიყავი მასთან 24 საათი თუ გამოდიოდა ოთახიდან. მე ვუთარგმნიდი მას და მე მოიცი რიჩარდსის თარჯიმანი იყო. ხო, იმიტომ რომ აი ეს თავის დროზე რამდენიმე მეგობარმა გავაკეთეთ, ეს იყო პირველი, იცი როგორ იყო? ვათა ჯორჯიკი, არა, ვათა ჯორჯიკი არის ჩემი მეგობარი ბავშვობის და ზაზა შენგელია, ბრავო რეკორდს. ჩვენ მეგონი ბევრჯერ დავჭირდება ლიზას დაბატიშება ამ პოდკასტში, იმიტომ რომ ბრავო რეკორდს. ისეთ რაღაცებს ვაფიქსირებ, რომ ამის 1 საათში მთლიანად მოყოლა გამორიცხულია რა. ო, არა მე. ძალიან ბევრი საიტი. გამოვიარე ამბები. გავაკეთე აი მაშინ ზაზა შენგელია, ეხა ბრავო რეკორდს იყო აი მის ფლობელი, მაშინ გავაკეთეთ რაღაცა ესეთი საპროდიუსერო ცენტრი და რეი ჩარლზი უკვე და კახა და ეს ბიჭები, მაშინ ჯერისტენ პრომოუშენი არ არსებობდა. ისინი გვეხმარებოდნენ კონტაქტების მოძიებაში, იმიტომ რომ კახას მამა გაიოზ უკვე აქ 90-იან წლებში ქონდა ძალიან სერიოზული ჯაზ ფესტივალი ჩატარებული და მისგან გავდიოდით, ასე ვთქვათ, მათთან ისინი გვეხმარებოდნენ ბევრი სერიოზული კონტაქტებში, ხო და მერე უკვე ეს ისტრემ პრომოუშენი უკვე როდესაც ბიჭებმა თვითონ ჩამოაყალიბეს, უკვე ჩვენ ავტომატურად დაიშალა ჩვენი კომპანია, იმიტომ რომ ნუ ეხა ამ ტიპის ქვეყანაში ორი საპროდიუსერო ცენტრი ხა კერო უკვე იყო ყველაფერში თქვენთან ერთად. თუ მე შემო. კი, არა, ესენი ხა ბავშვობის მეგობრები არიან და როდესაც კი უკვე საპროდიუსერო ცენტრი ჩამოყალიბდა, უკვე თავიდან მიყო და ჩვენ პირველი ჩამოვიყვანეთ ტანია მარია, ჩამოვიყვანეთ შაკატაკი. ო, შაკატაკი. ხო და ნუ მოკლედ აი რაღაცა ამ მოძრაობებში ვიყავით და ეს რეიჩარდსი არ გამოსულა აეროპორტიდან წავიდა სასტუმროში, მივიდა ოთახში. წამოვიდა მე ფილარმონიაში. რაღაცა შეიძლება იპოვა. მგონი არა. ასე არა. ბენსონთან მაგ. ბენსონთან ვიცი რა გქონდა. ძალიან გადაობა არის ბენსონი, რომ ჩამოიყვანს 2000. საერთოდ რაღაცნაირი ტიპი ვიყავი, ხა ხანდახან ისე მეშლება. აი ხა მაგალითად შენ რომ მკითხე, რეიჩ, აი არასდროს არ ვფიქრობდი ხოლმე ეგეთ რაღაცეებს. აი ხანდახან ხო არის რომ აი ფოტო გადაიღე, რომ ეხა იცი მარტივია უფრო ტელეფონია და ამოიღე ან ვიღაცა უცბად გადაგიღებს და მაშინ ხო რაღაც სპეციალურად უნდა ფოტოგრაფისთვის გეთხოვა რომ აი ხა დავდგები აქ და არასდროს არ ვფიქრობდი ხოლმე იმდენი რამე მაქვს ესე იცი ისეთ ადამიანებთან ვარ გვერდზე ნაჯდომი ნასაუბრები და არა მაქვს დოკუმენტი ასე ვთქვათ რომ ჩემ შვილს დავუმტკიცო არის თუ არა ეს ბილეთი ჩვენ გჯერა რაც ო მაგრამ თქვენი შვილები უკვე აღარ დაიჯერეს დაიჯერეს ო ნეტა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა რეი ჩარლზი და აი მომენტა მოხდა აღარ დაეძებდა იჯერებენ თუ არა 2005 წელს ჩამოვიდა შენ და რატომ არ უმტერეთ და დაჭვმა რაღაცა არ უმტერეთ კი ბენსონს ხო და ნიკას რო უსმინა და ეთყობა უნდა და გამოცადა შენო ისე უკრავ მაპატიეთ ჯერ მინდა რომ იმ ამბავს მიუბრუნდეთ ჯერ კიდე ის შენი აი 14 წლის ეს ამერიკის ამბავი რო დავამთავროთ იმიტომ რომ ეგეთ ძალიან საინტერესოა რა ნახე წარმოიდგინე ადამიანი თან ეს არ დაგავიწყეს რომ იყო First International Computer School და მე და კომპიუტერი დღემდე ვართ როგორც ვირი და კრიალოსანი. ნუ ვიცი ბორდი, შემიძლია წერილი დაგიწერო. ინტერნეტში შესვლა YouTube-ი. ხო, ნუ მეილზე თუ ჩავაგდე, თუ ბევრი არის, ეთეჩი თუ ბევრია, შეიძლება ვერა. ერთ ფურცელს დავაეთეჩე. ხო და შესაბამისად მე იქ ვიყავი გამსობი ძალა. ჯონ ისა დენვერი გაგიგია ესეთ მომღერალი კომუნისტი ამერიკელი მომღერალი მე მგონი ეგ არის ჯონ დენვერი კი დიახ მაგის კონცერტზე ვარ მომღერალი მოიცა დენვერში 35000-იან სტადიონში მაშინ რო წახვედით მაშინ დიახაც რანაირად ჩემი თბილისი სოფო საყვარელიძე და ნატო ყანჩე ნატო ებანოიძე რა ტიპები ვართ ეს ქართველები? გიტარის, ჩვენ შორტებით, გიტარით. გიტარის მინდა უკრავდე. ნატო ებანოიძე. სოფო იყო პირველი ხმა,
მე ვიყავი მეორე და რატო თქვენ გახსენით რაღაც opening act-ი არა იცი რა იყო აი ჯონ დენვერის კონცერტი ამბობ გრაცკი არის ესეთი ბარდი თუ იცი რუსი რომელმაც მერე კგბ-ში გვიჩივლა იმიტომ რომ იქ მაგრად თომ ავიგდეთ თუ რაღაცა ბიჭებმა ფოტოაპარატები გვაჩუქეს იქ ამერიკაში პროპაგანდას ეწეოდნენ თუ რა ცა უზნეოდ იქცეოდნენ საბჭოთა ბავშვებიო და ეს დეგენერატები ფოტოაპარატები გვაჩუქეს და ამ გრაცკისთან დგებოდნენ და ჩხ აკეთებდნენ და არიღებდნენ და ის გადაირი იქ ვერაფერი ვერ თქვა და რო ჩამოვედი მოსკოვში ეს ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მამა ვინც იყო ინიციატორი ამ სკოლის გაკეთების ძალიან დიდი მეცნიერი ვიკა გელოვანი რომელიც ეხლაც მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით იმიტომ რომ რაც ჩვენ მაშინ რასაც ვეზიარეთ და რამდენი რაღაცა წამოვიღეთ იქიდან და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და რაღაცა მე აქ სოფლიო ლაბორატორია გახსნეს და ძალიან ბევრი რამე გვასწავლა. მოკლედ ამ კაცმა სოსოცისკარიშვილმა თემურ შვანგირაძემ ეს იყო ეს ხალხი, რომელიც აი მაშინ ესე ვთქვათ გვაძლევდნენ ამ გზას. გვიკვლევდნენ და აჩიკო მისი შვილიც ჩვენთან ერთად იყო იქ ჯგუფში და მოკლედ დარეკავი კამრო გეტყვი რომ ისო რა ქვია გიჩივლათო გრაცკი აი რა გააკეთეთო რომ просто კაცი ჩამოვიდა მოსკოვში და დაწერა ბავშვებზე ბავშვებს აი მეცია მემართება დღემდე რომ დავიწყოთ სამაციან გარდაიცვალა მე მგონი და ისა რა ქვია თან ისეთი ტიპად ითვლებოდა რა ბარდი და რაღაცა აი ხო და რა ბარდი თურმე ჩვეულებრივი ისა არ ვიტყვით და ხო იგულისხმება ხო და რა თქმა უნდა მაშინ ჯერ კიდევ ყავდა უშიშროებიდან მასწავლებელი ერთ-ერთი გაყოლეს მოსკოვიდან რომელსაც ხდებოდა ესე იგი რაღაცა რომელსაც როგორ უყვარდით იცი სულ და აი მართლა როგორ ჩვენ ანუ გაფრთხილებულები ვიყავით ვიცოდით რომ ზედმეტი არ ელაპარაკოთ და ისა მაგრამ აი საოც აი რაღაცა ძალიან შევაყვარეთ ამ კაცს მოკლედ თავი ქართველი იყო თვითონ მოსკოვიდან იყო მოსკოვიდან სახელი გახსოვს იგორი კი იგორი ხო და იმან გადაგვარჩინა რა თქმა უნდა პირველ რიგში იმასთან შევიდა ეს წერილი იმიტომ რომ ის გვახდა და ის უნდა ყოფილიყო ანუ შეიძლება და რაღაცა პრობლემები ჩვენ ნაკლებად ვარა ჩვენ მშობლებს კი ჩვენ ნაკლებად ჩვენ просто რის გამო ნუ შეიძლება რაღაცა მაშინ არ ვიცი უკვე კომკავშირში აღარ მივდიოდით და არაფერი მაგრამ ნუ რაღაცა არ ვიცი ხა პრინციპში უკვე იმდენად იშლებოდა და იმდენად ხდებოდით ამ იმას ხო რომ იმდენად არა მაგრამ ნუ გაგიჟდა ვიკრო რა ქენითო და აი მეთხარესი არაფერი მაიმუნობდით რაღაც მე რა უნდა ექნათ ეხლა 14 წლის ბავშვი ისევ იმ ბიჭმა გადაგვარჩინა ნუ ეხლა ბიჭი მაშინ ალბათ პატარა ბიჭი ხო ხა ჩვენთვის კაცი იყო და ეხლა რო ვფიქრობ ალბათ მაქსიმუმ 30 წლის იქნებოდა და ვინო ჩემი ბავშვებიო თურმე აი ნუ მოკლედ ამ ბოლომდე გაგვიტანა და იგონებსო რაღაცა და მანე ავატყოფიაო და ეს ბავშვები ბრილიანტები ოქროები რაღაცები იძახა და მოკლედ გადავრჩით ესე მაგრამ ესეთი რამეც გვაქვს გამოვლინი იცი რა პერიოდი იყო მაშინ რომ მივდიოდით თვითფრინავი იყო არ დაფრინავდა უკვე იცი როგორ დაფრინავდნენ როგორც ტროლებუსში იდგა ხალხი ხალხი ხო იჯდა და მეორე ნაწილი აი ეს როგორ არის შინოდა და ხო ფეხზე დამდგრებია ესე ხო და ძალიან იშვიათად დაფრინავდა იმიტომ რომ უკვე ბენზინის ასე ვთქვათ პრობლემა იყო საწვავის თვითფრინავები ჩვენი მოკლედ ძალიან უჭირდათ ფრენა და წავედით მატარებლით გაფუჭდა გზა დაგვჭირდა 1-24 საათით მეტი გზაში ვიდრე შესაბამისად 20 ბავშვის მშობელი აქ თბილისში თმებთ გაპუტული იმიტომ რომ მოსკოვში სადგურში გველოდებიან და მატარებელი არ არის ბავშვები ავიდა 1 საათი 2 საათი 3 საათი ხო და უკვე მოსკოვიდან გადავფრინდით და მაშინ ხო იცი როგორ იყო 69 კაპიკი იყო $1 ხო მაგრამ ხო ვითომ ძალიან იაფი იყო, მაგრამ არ გაძლევდნენ ამ დოლარებს. просто ნომინალურად იყო ძალიან იაფი. მოგწეს $100
და ნუ ეხა დედა, კაი, ორი თვით წავედით, გასაგებია რომ ვიყავით ზაფხულის სკოლაში და გვაჭმევდნენ და გვასმევდნენ საშინელებას, მაგრამ მაინც ნუ ეხა შავი ხიზილ ხო, არა, იქ იყო რაღაცა, აი პირველად იყო, ხო იცი, მაშინ აი პირველად გვაჭამეს, მახსოვს დილას იყო საუზმეზე, ესეთი აი ეს toast bread-ზე ზემოდან ანანასი, კამპოტები როა, ხო იცი, იქიდან ანანასი, ზემოდან ყველი და აი ეს ვიყავით და მოკლედ ძალიან მიწის თხრილის კარგი. ხო და პატარები ვიყავით იქ 21 წლამდე დალევა არ შეიძლება და ამ დროს თქვენ ქართველები უკვე იმას აღშივათ რომ ბიჭები 16-17 წლის არიან დალევა უნდათ და ერთი ყავდა გაგა ჩხენკელი საოცარი ბიჭი მეც ახლა ამერიკაში ცხოვრობს და გაგა იყო ისეთი ულვაშიანი ისეთი ბრგეისა და ერთი-ორჯერ გავაცურეთ მოკლედ სუპერმარკეტში გამყიდველი ისეთი ძე იყო ესა რომ ზროსულად რაღაცა ლუდები აიღო და მესამეჯერ უკვე can I see your ID roll დაიწყო ეს ჯიბე ხო რო ისა I left it at home I'll be back ხო იცი ესე ხო და მოკლედ ძალიან კარგი იყო და ჯონ დენვერი ჩვენი სკოლა სადაც ასპენის ბაზოლტ ხო ასპენში ვიყავით ხო ჩვენ იმაზე კი იყოთ როგორ არ ვიცი ჩვენ მან თხილამურებზე ჯეკ ნიკოლსონი ვნახეთ და ვიღაცები მთელ ამბავში ვიყავით ეგრე კი არა ვნახეთ რა გავიცანით არა ხო და იყო იქა მოკლედ ეს ენჯელა ფოსტერ ვინც იყო ჩვენი სკოლის დირექტორი და ჩვენი მასპინძელი ძალიან ლამაზი ქალი ეს სამერ სკული იყო ჰაი სკულს ქონდა რაღაც პროგრამა როგორც ის ჰაი სკული იყო პრივატ ესეთი დაკეტილი ძალიან ესეთი სკოლა იყო ბურჟუაზიული ქონდა ჩეხება ისევ იმ ჩვენ ბავშვებთან ანუ ეს ზაფხულში დაკეტილი იყო ვინც საქართველოში იყო იმიტომ რომ ბევრი გაგვეცნო ამიტომ ჩამოიყვანეს სხვა დაგვახვედრეს სხვა და იყო ამაზე დიდი ტრაგედია იმიტომ რომ ამასობაში იმათთან ვინც ჩვენთან იყვნენ ძალიან დავმეგობრდით ვიღაცები შეუყვარდათ იყო ამბავთელი დრამები და ამ დროს იქ რო ახლები დაგვდეთ ჩვენს გავბრაზდით იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებთან გვინდოდა და რაღაც ამასობაში ისინი ყველანი ახლოს ცხოვრობდნენ ამიტომ დილიდან რომ მოდიოდნენ აღარ მიდიოდნენ და მოკლედ იქ დიდი love story-ები იყო და ტრაგედიები მე ერთი-ორი გოგო ჩამოვიდა აქ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ვითომ ქართულს რო ამ ჩაბის ქართველ ბიჭებთან ყოფილიყვნენ როგორ და ცუდი სულელმა ბიჭებმა ასწავლეს ცუდი სიტყვები გამარჯობა და მადლობა ვითომ იყო ცუდი სიტყვები და პირველად ეს ალექსანდრა რომ მოვიდა ჩემ და მამა ჩემს აი გამარჯობის მაგერად ისეთი სიტყვა უთხრა რომ მამა ჩემ გამომხედა აი ხაო აი რომელმა ასწავლეს და მე მთელი საღამო მეუბნებოდა მამა უთხარი რომ მეტი ეს აღარ მამა უთხარა თან უკვე ჩვენ იმდენად ეს დარბის ყველგან და აგინებს ხალხს რომ გონია რომ გამარჯვებას და ბედნიერი სახით რომ ბიჭებს ვეუბნები რომ როგორც გინდა ისე უთხარით მეთქი იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ნუ გაგიჟდება ეს გოგო ბოლოს როგორც იქა შევაპარეთ რომ მეთქი გეხუმრა ეს მეთქი ამ სულელებმა და არ თქვა არ არის გამარჯობა ეგ არ გინდა ხო და მოკლედ ეს ანჯელა ფოსტერი ჩვენი სკოლის დირექტორი იყო ამ ჯონ დენვერის მეგობარი და იმან უთხრა რომ და იქ იყო ეს ჯონ დენვერი დიდი კონფერენცია იყო რაღაცა იმისი ასტრო რაღაცა მეცნიერები რაღაც სოფლიო ლაბორატორია კოსმოსური ამბავი იყო იქა დიდი უკვე აი პირველად რო გაიხსნა ეს ისინი და საბჭოთა მეცნიერებიც რო ჩავიდნენ და მთელი მსოფლიოდან იყო რაღაც კონგრესი თუ კონფერენცია თუ ეს უკვე დამეგობრება რომ ხო და შესაბამისად ჩვენც რადგან ამ გიდით ვიყავით ჩვენც მოვხვდით ამ კონცერტზე და ეს ანჯელა კონცერტამდე შევიდა და უთხრა რომ რადგანო ეს კონფერენციაო და ეს ცნობილი ველიხოვი იყო მეცნიერი ძალიან დიდი რუსი და ის იყო დარბაზში სტუმრად და რადგანო ესეც სტუმრები ყავს მე ვაქო საბჭოთა ბავშვები მყავს მაგრამ მღერიანო და უძახეო და იმღერებენო ჯონ დენვერი შეხვედრილი ხარ ანუ შეხვედრილი კი არა ერთ სცენაზე ბიჭო ძმაო შენ ეხლა ჯონ უკვე რაღაცა შეულებრივია ეგეც არის რომ ეცრაზე იმღერო ხო და ესე გიტარა გადაცა თავისი ამ ნატოს მე ყულისებში დიდია აი მან თუნდა ჩემი თბილისი საღამოთქო ოთარ ამიშვილი გეუბნება და სოფოთან მთელი სიმღერა როგორ ახ წარმოიდგინე მაშინ
NATO, Sofo and Lisa, girls from Soviet რაღაცა თუ ისა post-Soviet delegation, please come up to the stage. ხა წარმოიდგინეთ და ჩვენ ბავშვები, ნუ და თელი ისა სიმღერა Sofo საყვარელზე მიღეთ მე. როგორ წირო და წინერ წარმოიდგინე 35 კაციანი სტადიონი. 35,000 1000 კაცი ზის და ჩვენ სცენაზე ამი ჭლინკა აი ზაშუაშია თან უკრო და სოიხა დაიწყე სოფო იმიტომ რომ თან ნუ ყველა ეს ჯონ დენვერი ეს ხალხი რო არიქა საბჭოთა ბავშვები რო წამოფრინდნენ ეს 25000 კაცი ფეხზე და სოფოში ნერვიობისგან აუვარდა ისეთი ტირილი რომ მთელი სიმღერა ტირილით ჩაამთავრა. მე ვიყავი დასტოინად შორტებში, აი? ეს რა შორტებში მაიკაში? მე როგორ ხდები, ბებიაჩემის. რა რეებია ხალხს გამოვლილი ჩვენ რაზე ვიყავ? გამოდგენელი რამეები ნამდვილად. ბებიაჩემი როგორც მიყვება, ჩემი სახელი წამოვიდა ბებიაჩემის ბავშვობის ნიკნაიმიდან. შენ ჩემი ამბავი არის თავარი. მოკლედ მე ვარ მოგეხსენება რომ ჩემი ბაბუა ჯანსუღ ირაკლი ბაგრატიონი იყო კაცი რომელიც არ შევიდა პარტიაში იყო ძალიან ბევრი კულტურული ასე ვთქვათ წამოწყებების სათავეში ძალიან ბევრი რამე უკავშირდება მის სახელს, მაგრამ პერმანენტულად იყო უმუშევარი, უსახსრო თან პარტიაში არ იყო, თან ბაგრატიონი იყო, მოკლედ ბევრი პრობლემებით გააჩინეს ბებიაჩემა და ბაბუაჩემა ორი ბიჭი, 2 მეტრიანი კაცი ყავდათ სახლში, რომლებმაც მოიყვანეს ცოლები და მათ გაუჩინეს 5 გოგო. მე ვარ მეხუთე. უკვე ჩვენ სამწუხაროდ პირველი ჩემი პროცესი ბავშვი რო იყო იმედი რომ აი ეხა ვაშკაცი და ძალიან მაგარი რამეა მაგასთან ტალინი არა დე ქეთო იყო ბაბუა ჯანო და მანანა რო წავიდნენ სამოგზაუროდ თაფლობის თვე ქონდა ტალინში და რო ჩამოვიდნენ ჩამოიტანა ბაბუს რაღაცა ჯანომ სასმელი რაღაც იქაური რაღაცა ხო და ბაბუმ ესეს გადადო მე ამასო პირველი ბიჭი შვილიშვილი რო გამეჭირებო მაშინ გავხსნიო და გაიხსნა ეს ბოთლი ჯანუკაზე ანუ ჩამოტანიდან 30 წლის თავზე თუ რაღაცა იმიტომ რომ ნუ მოკლედ უმეტის არა ხო და რატო ყვებოდი ამას და ნუ ყველა ჯერზე მაშინ ხო აცეხოსკოპია იყო არაფერი არ იყო და ყველა ჯერზე ელოდებოდნენ გამოიტანდა ბაბუაჩემი ამბობს გაწმენდა დადებდა შედგავდა უკან გამოიტანდა და მოკლედ ბოლო ვარ მე სამწუხარო ჩვენ უფროსი ბიძაშვილი ყავს და დაღუპული პატარა რაღაც ავანტყოფობა ვერ გადაიტანა ხო დავრჩით 4 გოგო მაგრამ ნუ მე ვარ მოკლედ მე-5 და ბოლო როგორც აღმოჩნდა ბოლო იმედი ხო და მოკლედ ნუ ირაკლის არქმევს რა მამამისის სახელს ნუ წყალი არ გაუვა აი დარწმუნებულია მამაჩემი რომ ყავს ბიჭი და ირაკლი და მამიდა ყავდა 3 მამაჩემს მანანა ბაგრატიონი რომელიც იყო ბუბა კიკაბიძის დედა ნატოკა ბაგრატიონი რომელიც იყო ჩვენი ჩემი ნუ ღვაბერიძეების დედა და თამარ ბაგრატიონი რომელიც იყო ნიკოლო მიწიშვილი იყო ასე წერა რომ 37 წელს დაახვრიტეს და მოკლედ ნიკოლოს ცოლი თამარი რომელიც თვითონ იყო გადასახლებაში ციმბირ გამოვლილი იქიდან ჩამოსული რეაბილიტირებული ისეთი ძალიან საოცრად ინტერესებს სხვა შორის ყველა ამბობს ვინც თამარა სიცნობდა რომ მე ვგავარ ძალიან მე საერთოდ გავარ ძალიან მამაჩემს და ბაბუაჩემს და შესაბამისად ბაბუა და თამარი ყველაზე მეტად გავდნენ ერთმანეთს და ალბათ იმიტომ რომ ისიც ქალი იყო და მეც ძალიან დიდია მამაჩემა იცოდა ხოლმე უცებ რაღაცას რომ ვიტყოდი ხოლმე და მე როგორ გევხარ მამი და ჩემს ძალიან გავარ მოკლედ თამარას და ოღონდ თან უნდა ვიტრაბახო თამარა იყო პირველი ქალი, რომლის ფოტოც დაიბეჭდა ქართულ პოსტკარტზე. ნოსამო. დიახ. ვაუ.
და ჩემი დიდი ბებია ოლღა ამირეჯიბი, ბაბუა ჩემი ჯანოს დედა იყო პირველი ქალი მომღერალი, ვინც ვინილზე ჩაიწერეს საქართველოს. დავა ჩავიწერა მოსიცე მე სერიოზული ამბავი. შენ გენაცვალე. ნუ კადრული არც მეგონა. შენ ძალიან მე არც მეგონა რომ სხვანაირად იქნებოდა საქმე. ხო და მოკლედ ისა რა ქვია, მამა ხო და ძალიან პატივცემდა ამ მამიდას განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ნუ ციმბირი, ქმარი დახვრეტილი თვითონ ციმბირში ნაცვალები. დამძიმე ცხოვრება რაღაცა და ნუ ამ თამარზე განსაკუთრებული მოწიწება ქონდა და დედა რომ სამშობიაროთ მიყავთ და დაურეკა თამარმა და უთხრა რომ ისაო გიორგიო მამიდაო მე შენთვის ხო არასდროს არაფერი არ მოთხოვ. არა მამიდაო რაც გინდა მთხოვე რა ცირა მე ძალიან ვწუხვარო რომ ჩვენო არა ყავსო კოტე ბაგრატიონიო არ დაარქვაო ანუ ჩემმა ძმამო შენ მამა შენმა ვარჩენ და არჯანოს არ დაგარქვათო ჩვენი მამის სახელიო ხო და აი ესეო ძალიან მინდაო რომ პაპა შენისო სახელიო და გვარი გაგრძელდესო და ძალიან გთხოვო თუ ბიჭიო იქნებაო კოტე დაარქვიო ნუ მამა ჩემს აქ მხოლოდ ერთი სადარდებელი თორე ის რომ ბიჭი ჩდება ეხა ამაში წყალი არ გაუვა მაგრამ რაკნას რომ ის მთელი 9 თვე ელოდებოდა ირაკლის და ეხა ამისმა საყვარელმა მამიდამ თხოვა რომ კოტე დაარქვე და ნუ დილემა ძალიან ღელვებშია და ამასობაში გოციკამ მისმა უფროსმა მეგობარმა ცნობილმა მეანმა რომელიც დედა ამშობიარა ჩემზე ფანჯრიდან გადმოიხედა 21 ივლისია სიცხე და ტოტოშ ეძახის და მამა ჩემ ავხედეო და შედედალო და დამიკეთე ხარები. ხო და მივხვდიო რომ ისევ გოგოაო, მაგრამ ხო ეგონა რომ მივხვდა. 12 წელი ვერ მივხვდა. ისე გავხდი 12 წლის რომ ეძახდა ირაკლის. შესაბამისად ვიყავი შორტი, შარვალი და აბა ირაკლი და როდის გადამარხვეს, იცი? დედაჩემი სადილს ამზადებს ზაფხულს სადღაც აგარაგზე ვარ და უცებ ესმის დაბახმანაში ლიზას ბიძას დღემდე დავდივარ ყოველდღიურად ლიზას ბიძას აქ სახლი და ხო დე მაგრამ სად ქონდა მე რო 12 წლის ვიყავ ჯანოს ეგ სახლი არა დედა სადღაც კინდხში თუ სადღაცა ვარ და დედა რაღაც სადილს აკეთებს და უცებ ესმის ფანჯრიდან ზაფხულია ესეთ ტექსტი ამ ბიჭს კი მაგრამ პატრონი არ ყავს და დედაჩემი ამბობს რომ კაცო აი იდეაშიო ეხა ამაზე რეაქცია ხო არ უნდა მქონდა ორი გოგო მყავსო. აი გული ხო დედის ინსტინქტი. აი ხოცაო მივხვდი რომ მე მეხებაო და გავიხედე ფანჯრა და რას ვხედა ორი ბიჭი ყავს ესე თმის ბღუჯი ჩას და ერთმანეს ვარწმევინებთან. და ირაკლიო უცებ ეჭერო პირველად ეხლავი ამოდის სახლშიო და შეცო რა თქმა უნდა ნუ ახლა ვიცანი დედის ხმა გაუშვე მათხელები და ამოვედი და მაშინ უთხრა მამა ჩემს რომ ანო შენო მიხვდები რომ ბიჭი არ აკავსო და ეს არის ლიზაო ანარა და მოკიდებ ხელს და წავიყვან იმიტომ რომ დამიღუპავ ბავშვო ხო და მის ხოთა შევს სულ ვამბობ რომ რამდენად ეტყობა ჰორმონალურად და გენეტიკურად მაინც ვიყავი ქალი რომ ეხა ყველა ლოგიკით მეთქი მამა ჩემა ისე გამზარდა რომ ეხლა უნდა მოკლეს ეს უნდა ცოტა ბირჟაზე ვიჯდე მაგრამ სიგარეტი რა მაინც სიგარეტი მაინც გადავრჩი ხო თუ ამას გადარჩე რა ქვია რა თქმა უნდა ხო და ისა რა ქვია შესაბამისად ეს ირაკლი აი ესე მომზდევს და როდესაც მე მის მამას გავყევი ცოლად ზაზა მითხრა რომ იცი რა არისო რაღაცა უნდა გთხოვო შეგითანხმო ეხლავეო თუ ბიჭიო გვეყოლაო მე ვარ მთელი ცხოვრებაო ერთი სახელი მაქო აი ამოჩემებული და ის უნდა დავარქვაო და თუ გოგო იქნაო საერთოდ არ იკითხავ რა აუ მეთქარ შანსი არ არის მეთქი მე მეთქი მთელი ცხოვრება ვიცი რომ ბიჭი რო გამიჩნდება მეთქი უნდა იყოს ირაკლით აზარი არ არისო და უცებ აღმოჩნდა არა აღმოჩნდა რომ ზაზას ის სახელი რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მე ვთქვა შანსი არ არის მეთქი მეთქი შანსი არ არის თქო ზაზა მე ვიცი რომ მთელი ცხოვრება ბიჭი რომ მეყოლება ირაკლი უნდა ერქვი უცებ ის გაბი აზარი არ არის კი მაგრამ და რაღაცა ხო მივხვდი რომ რა შეზე მე ირაკლი მინდოდა ესე იგი შენზე ირაკლი ვაფშე არავინ არ არის ჩემზე წყალი არ გავიდა რომ ირაკლი შენ იმედო ჩემზე ირაკლი და ყოფილიყავ ჩემზე დედაჩემს უნდოდა რომ ვაჩე და ერქვია და არ იხდება მე ვინ გადა ვაჩემა იუკადრისა რა ვაჩე რაღაცა
შენ რასაძახე. აი ეს მაჩეო და გიორგიო და ესე ორიგინალურად. ძალიან ორიგინალური სახელი გაქვს. ეხლა მე ვითხოვ პაუზას, იმიტომ რომ არ მოვწიო, შეიძლება გავგე. მოკლედ. ეჭვიც არ მეპარებოდა, ძალიან საინტერესო ამბებს რომ მოგვიყვებოდა ლიზა, მაგრამ ნუ ძალიან შთამბეჭდა ვიყო მართლა რამდენიმე რაღაც იქ. თან როგორც შემოქმედებითი ბავშვობა მოგეწონა. თან წერა როგორც თქვი იმენა აისბერგის რაღაცა წვეტი არის. ეგ კიდე ბევრი და ბევრი რამეა ალბათ მოსაყოლი, მაგრამ ნუ მე მინდა ზაროგელ ილაპარაკო ჩემ დაბადებას და რაჭი ბავშვობის პერიოდს რაც გახსოვს რა საკითხი ისტორია. რამე კურიოზი ხარ გაიქცა. სიენი ბავშვობა სულსასაციელოა. სულ კურიოზი არ ახარ ირაკლი. აი მართლა. ოღონდ მართლა. სხვა შორს ეგ გენეტიკურია გდედისგან. იმიტომ რომ მეც ესეთი სრული კურიოზი ვიყავი. საპრინციპში ვარ კიდეც მე მეკითხო დღემდე. ხო და ეს ნუ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ გაჩნდა პრაქტიკულად 10 თვე იჯდა მუცელში. არაფერთ არ უნდა გამოსცოთ, ძალიან კარგად გძავ. გემრიო წამოწოლი. ხო, თავიდანვე უნდა მცოდნოდა რომ აი ესეთი წამოწოლილი შვილი მეყოლებოდა. იყო მშვენი ვრათიკა, გამოძვრა, მოხარშული, გრძელი, ძალიან გამხდარი და ძალიან მოწყენილი. თუ აი ძალიან კარგი ბავშვი იყო იმ ხელს ამერ დავაძინებდი დილას ვიღვიძებდა. პირველად ხელი დავადე რომ მივხვდი რომ გამოძინებულმა გავიღვიძ. ვიფიქრე დავიღუპე თქო და წამოვხდი დავადე ხელი. ხო შეანაც უმდგარ. რაღაცა ყველა თქვით თავიდან ახალ გახსოვთ ბავშვი 3 საათში ერთხელ ჭამს თუ არა. აფა ეხო შეანაც ეძინა 12 საათიდან დილის 8 საათამდე ჩვენთან ერთად ეძინა გადასარევად. მერე დაიწყო 4 თვინახევრის იყო რომ თქვა დედა. რას ლაპარაკობ? 4 თვინახევრის რომ დამინახავდა დედა. მიზახდა და ძალიან პატარა ის. ვამბობდი რომ გენიოსს გავაჩენთ. აი ხო ვამბობდი მეთქი. ჩემი შვილი არის გენიოსი 4 კბილით და დედას იძახდა. 4 თვის. 5 თვიდან ამოვეჭრა კბილები და ნუ 4 თვინახევრი დედა იძახდა და ესე კი ვიყარ. გენიოსი ბავშვი იზრდება გენიოსი. ეს იყო და ეს ჩემო გიორგი. 4 თვინახევრისამ დედა რო თქვა 3 წლამდე მეტი არ დაუმატებია არაფერი. 3 წლის იყო 2 მეტრიანი. ნუ მეტრი იყო ნამდვილად. გრძელი გამხდარი თხელი. ოღონდ ნუ გეგონებოდა რომ სკოლის მოწაფე იმ ხელა იყო და ამ დროს იყო 3-ის და იძახდა მეტყვი დედა და ლენა ხავდა ძიძა. და ეს ხო ვიუ აბა რა არის ვიუ თუ კვერცხი თუ რაღაცა ხო არა რაღაც ძალიან არა ქიშმიში ხო აი მახსოვს რომ რაღაც ძალიან არაბუნებრივი შეჭამდა საერთოდ არაფერს არ ჭამდა და უყვარდა ვიუ რატო აი ბიჭო რატო აი არ ვიცი ქიშმიში და იყო ეს მთელი და ცოტა უკვე რომ გაიზარდა და რო ვეხვეწებოდით რომ აბა ირაკლი ამას შეჭამა არა ესე მადლობა ლევებითან მადლობა დედი არა მადლობა არ მინდა მადლობა და ესე ამ ვიღაცა იქნებს სტუმრად ვიღაცამ რაღაცა აჭამოს და აბა ისე ირაკლი დედიკო ეს არგი ამას გაგიკეთებ ამას მოგიხარშავ ამას შეგიწვავ ამას გამოგიძახებ ამას შეგიკვეთა მადლობა იტყოდა მადლობა აბა რა გიყვარს ირაკლი ყველაფერზე რო არ მიყვარს ამ რა შოკოლადი და ნატომეტონი. შოკოლადი და ნატომეტონი. ორი რამე უყვარდა, შოკოლადი და ნატომეტონი. ო, რასა ყვარდა. და ორივე ძალიან. შოკოლადი და ნატომეტონი ზე უყვარდა. რაც არ უნდა გეთხოვა, არაფერს არ ჭამდა, აბსოლუტურად. აი თქვა ბავშვებს მაკდონალდი რა. არაფერი არ უნდა და მოხარშული, ჩახარშული უარაფრო მაკარონი შეიძლება და ნუ აი 3 დღე რო ექსპერიმენტი მithres რომ დაანებო. თავიო და თვითონ მოშივდებაო და მოდი 3 დღე იმასე გაიარა რომ ექსპერიმენტა ჩაიარა ძალიან ესე რაღაცნაირად უმნიშვნელოდ რომ არაფერი არ მოუთხოვია და ბოლოს 3 დღის ბოლოს უთხარი რომ ეხა უბრალოდ მოკლა მეთქი მე რო არ შეჭამოთქო და მოხარშული მაკარონი ჭამა როგორი პროსტა მოხარშული უბრალოდ უარაფროდ ხო და აი ესეთი რაღაცნაირი ბავშვი იყო რომ ისა რა ქვია მამამისმა წაიყვანა
სადღაც და კლასელი შეხვდა მამამის და აი ეს ისასაკია და მდგომარეობა რო გითხარი და ვაიმე რამხელა ბიჭი ყავსო კაცო რომელ კლასშიაო არა და არის და არა 2 კლასშიო ჯერო თანო ნუ ისე მკითხა რომელ კლასშიაო რომ მომერიდაო რომ მეთქვა რომ 3 წლის არაო ჯერო სკოლაში არ დადისო და რა ქვიაო მამა შენო და ამან ლენაო თორე მარტო მიხვდა რომ დედა არ არის მეორე რაც იცოდა და ლენა წარიყო აშკარად ხო და ნუ მამამისი მოვიდა გაცოფებული სახში რომ კაციო აკიშდაო ბავშვს ჯერ სკოლა ეგორო სკოლაში დადიოდა და მე რო კითხავ რამდენი მინახარო და გამოაგდეს კალადბურთიდან გამოაგდეს ცურვიდან აი ყველაფრიდან აგდებენ უბრალოდ და ბოლოს უკვე კაი დიდი იყო რომ სკოლაში რომ მივედი კრებაზე რომ მიბარებდე 3 დღე ვერ პოულობდი ხოლმე მე იმიტომ რომ იცოდა რომ ვიპოვო მოუკლავდა ამიტომ რა აშავე იქამდე არ უნდა მენახა სანამ არ გადამივლიდა და ამიტომ იმალებოდა სხვადასხვა ნათესავებსაც შეებოდა ხოლმე რომ 1-3 დღე ხელში არ ჩავყავდა და რა საშავებდა არაფერს ყველა ამბობდა ერთი და იგივე რომ ეს ძალიან საყვარელი მე რო საყვარელი ბიჭი ესეთი კეთილი თავი ყველას ყოცნის გვეფერება მაგრამ არაფერს მე რაბას მოკითხო საწყალი მერაბი ნახავდა რომ მერაბას ძალიან მიყვარს ხატუა კაცო საწყალი გადასარევი კაცი მშვენიერ მე არა ნუ რატო იმან გაუზიარა რომ რაღაცა ცოტა პრობლემა მაქვს ჯანმრთელობაზე და იმის მერე ეს არის განცდებში არაფერი მოერევა კი რატო მაგ პრობლემა ხო და ისა რა ქვია მერაბი ფიზიკის მასწავლებელი რომელიც უწერდა -1-ებს თუ 2-ებს თუ რაღაცა და ნუ მოკლედ ეს მერაბი იყო მერაბი ყველამ ვიცოდით ოჯახში მამაჩემა დედაჩემა ბებია მისმა იქით სახში ბიძამ აი ყველამ რომ მერაბი არსებობს მის ცხოვრებაში რომ ფიზიკის მასწავლებელი რომელიც აღშფოთებულია იმით რომ ირაკლი არაფერს არ აქვს. ან ამავდროულად არის მამაჩემის უახლოესი მეგობრის ნათესაობა. ურამნიშველობა აქ ახლა მაგარ შენ არაფერს არ აკეთებ ფიზიკაში ნათესაობა რა შუა. მაგის ერთ-ერთი ჩემი ის არა შეშინების მეთოდი იყო ზაზად დაურეკა. ხო, ახლა მოკლედ ისო რა ქვია ადრე ჩვენ დროს იცი როგორი იყო კრებები. ჯერ ეს ერთი მე ვსწავლობდი უბრალოდ აწლეთში მუსიკალურში და ცოტა ვიყავით ბავშვი თორე ადრე კლასებში იყო 45 მე მგონი ზოგ სკოლებში ახლა საჯაროებში ახაც ბევრია ნუ მინიმუმ 30 მაინც 40-45 ბავშვი იყო ხოლმე ხო და ისა რა ქვია ყველას ერთად აი კრებას რო დაიბარებდნენ ყველა მშობელი ბავშვთან ერთად იყო ოთახში ყველა მასწავლებელი და ყველას ერთად ლანძღავდნენ და ყველას ერთად აქებდნენ. შესაბამისად, კლასელები ხშირ შემთხვევაში ეკიდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ მე ვიღაცის დედისთვის იყო რომ აი ნინო რო ესე კარგად სწავლობს და ხუთებს იღებს და აქებს შენზე რატომ მითხეს ეს და მოკლედ ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო და ეხლა უკვე ირაკლის შემთხვევაში ეს სამასწავლებლოში ისხდნენ თითო მასწავლებელი წინს კამიეთ და ამ სკამზე. და რიგრიგობით ენაცვლებოდით ესე მშობლები და ისინი საკითხაოდ ბავშვებზე გველაპარაკებოდნენ, სწორია ეგ. ხო და ნუ რომ ჩამოვიარე ერთმა მასწავლებელმა იტირა, მეორემ iciნა, მესამემ ლანძღა, მეოთხე ფერა ისა და მოკლედ არეული ვარ, იმიტომ რომ ნუ ერთი ყველაზე აი როგორც კოღოს ნაკბენი თუ რა ქვია, გველის ნაკბენი ისე მახსოვს ამის გეოგრაფიის მასწავლებელი. არაჩვეულებრივი ეკამასი რომ მომას ტირილი დაიწყო და აი ამას მერჩივნა რომ აი ეთქვა რომ არ ვიცი, ნუ რაღაც არ მოკალიბდა. ისატირებდა რომ ძალიან მიყვარსო და მე სულ მეგონაო რომ მასაც ძალიან უყვარდიო და როგორც ჩანს არაო და საერთოდ პატივს არ მცემსო ეთყობაო და ტირის თან ეს ახალგაზრდა ანგელოზის კაცი რო ისო რა ქვიაო არ როგორ არ მცემსო პატივსო რომ ერთხელ არ მომიმზადაო გაკვეთილიო რომ აი ერთხელ რო ეთქვა რომ აი ეკამას ისე მიყვარხარ რომ შენი პატივისცემით ერთი პარაგრაფი ვისწავლე რომ აი გამოვიდე და გითხრაო აი მე გიორგი აი არ იცი როგორ მახსოვს რომ აი მან მართლა მინდა რომ მომეკლა აი უბრალოდ აი ჩემი გასაგებიო ჩემი გაგანი არ უყვარსო ნუ ეთყობაო მე ვერ მოვახერხე და ვერ შევაყვარ მაგრამ აი ჩემი ხათრითო ჩემი პატივი აი ერთხელ გიორგი აი მახსოვს რომ აი მინდოდა რომ აი მართლა ჯერ მიწა გამხეთქო და იქიდან რომ არ ამდგარიყავი და მე ნუ აი ვიგე მოვკლა
თქო. ნუ აი მართლა ეგეთი რამე მართლა მოკლედ აი რომ მოვრჩი ამას და ხოც აი არეული მაქვს ტვინი, იმიტომ რომ ნუ ვიღაცა თან აქებენ, თან არაფერს არ აკეთებს რაღაცა. თან მე ამისთვის არასდროს არ მომიტყუები. მე არ მithქვავს ამისთვის, რომ მე ფანტასტიკური მოწაფე ვიყავი და ან ოქროს მედალზე დამამთავრე და წითელ დიპლომზე. სულ ვეუბნებოდი ირაკლი, არ გეგონოს, რომ შენ რამეს გააკეთებ ან მოიფიქრებ ისეთ, რაც მე არ გამიკეთებდი. შატალოც ვიცი. შენამდე ირაკლი ვინ იყო? ორებიც ვიცი, საშემოდგომოც ვიცი და სხვათა შორის ჩემი პრობლემაც ფიზიკის მასწავლებელი იყო. რომელმაც საშემოდგომო გამომაყოლა მე-6 კლასში, მამაჩემ საწყალს პირველი ინფარქტის ნიშნები, მგონი პარკი დაემართა. როდესაც გაიგო, რომ მისი გოგო, რომელიც მუსიკალურ სკოლაში იყო, საშემოდგომო გამოყვა. კინაღამ შეიშალა კაცი და მე ვიყავი საშემოდგომოზე და მალე გამომაშორდა. ხო და მე გამომაყოლეს საშემოდგომო, მეთქე ირაკლი არ მომიტყუები ამის, არ მithქვავს რომ მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს არაფერი არ გაინტერესებს ეს თქო კაცო როგორც რაღაცაში მყავდა 2-ები და 3-ები რაღაცაში მყავდა 5-ები სულ ბუნებრივია. იმიტომ რომ ეს საგნები მიყვარდა და სწავლობდი და მასწავლებელს პატივს ვცემდი და ჩემთვის საინტერესო იყო და ეს არ მესმოდა ვერ ვიგებდი ვისა და არ სწავლობდი და კი ეხა ჩემ დროს სხვა სისტემა იყო ეხლა და გასაგებია რომ იმ ნიშნებს მიწერდნენ, იმიტომ რომ უკრავდი, იმიტომ რომ თქვა რაღაცა საგნებში, ანუ არ ვიყავი სტერილური და ამიტომ ცემდნენ პატივს და როგორ სამასწავლებელში დავდიოდი გიტარით ვღაროდით მასწავლებლებს და ნიშნებს გვიწერდნენ, ისინი ეგეთებიც იყო. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე თქვენ რაღაცა ხმას არ ამოვიღებ, რომ თქვა ფიზიკა და რაღაცა არ ისწავლე. ოღონდ მანახე რომ რაღაცა სხვას ვისწავლი და კი ბატონო ხმის ამომღები არა ძალიან სამართლიანი მიდგომა. მე ხო აი მე არ მომიტყუები ამისთვის და არ მithქვავს რომ ყველაფერს 5-ები მყავდა და ვსწავლობდი. ვეუბნებოდი რომ ირაკლი მე არ მიყვარს და არ მაინტერესებს, ძალიან კარგად ვიცი რა არის. მაგრამ ისიც ვიცი, რაც ნიშნავს მაინტერესებს და მიყვარს. ხო. ხო და რაღაცა მე საკულები მქონდა. მოკლედ აქედან ვიგრძენი როგორი სახით და კედის ამ ჩემასწავლებელი ყოს უკაკულები მქონდა. მე ნიკა რომ ნიკა ეს პერიოდი ამევასებდა და მაგრამ მე დავმეგობდი კაკულები. ის მომენტი ქონდა რომ რაღაცა საყვარელი მასწავლებელი ან ვინმე ისეთ ვისთანაც აი აბა კითხე, აბა ის ხათუნა როგორ უყვარს? ეკა ხათუნა შუაში ვინ გამახსენე. არ ვიცი მაგამას ნახავ თუ არა, ხო ვიცი შეხარჩევ ყოველსაყვარელი მასწავლებელი. მაია მასწავლებელი მის დამრიგებელი. მაია მასწავლებელი რო ყოფილიყო, ფეხებს დაამთავრებდი მაგ სკოლას. მაია მასწავლებელი დადიოდა მასწავლებლებს და გეღები კაი გუჭია და დაუწერეთ რა. მაია თხოვა თავიჯოზე ერთხელ. შენი მფარველი ანგელოზი. ნამდვილად. მე გოფლო თხოვა ამოქაჩეო და მართლა გიურები. არც ლიზას, არც ზაზას, არც ბებიაჩემების თხოვნა, აი მაიას თხოვნა რომ ისკრა. არა მე რა არიცი, ამასაც სულ ვეუბნებოდი, მე ეცრემლებით ვტიროდი ხოლმე და ვეუბნებოდი რომ მეთქე დედა შენ ჩემთვის ერთადერთი შვილი ხარ. რაც არ უნდა იყოს. ჩემი შენდამი დამოკიდებულება, რასაც შეგრძნებები ქვი არ შეიცვლება. მე რო ვიცოდე რომ შენ არ შეგიძლია. ხო, ნუ. რამდენი ადამიანია რომ არ მიცა ღმერთმა ამის უნარი და საშუალება. არა აქ ის რაღაცა ხვეულები, ქე რო უნდა ჩატრიალებულიყო. დარჩენ სწორად და ვერ ითვისებს ადამიანი. კი არ მოკლავდი მეთქი, მაგრამ რო ვიცი რომ ადამიანს აი იქ რო ვიღაცამ რაღაცა თქვა ის თუ შემთხვევით ყურში ჩაუცდა ის უკვე იცის და დამახსოვრებულია და აი ამ ტვინის ადამიანს რო აი ის ეზარებოდა რომ ერთხელსა ის გეოგრაფია რო წაიკითხე ერთხელ всё საკმარისი იქნება აბსოლუტურად საკმარისი იქნება ოი ირაკლი ამაზე მწყდებოდა გული რომ მის შესაძლებლობებს აღიყენებდა მაქსიმალურად. ხო და მოკლედ მე ხო ვიცი ეს მერაბის ამბავი და ეს სამასწავლებელი ეს მერაბი ფიზიკა ხო? ფიზიკა რომ მოვილიე და კაბინეტია ხო? რომ არ ვიცი მისი კაბინეტია მე მგონი. რამიშვილის კაბინეტი შეხვდება ყოველ. კი და მისი კაბინეტი არ არის ეგა? მე მგონია რომ მერაბია იქ სულ არა? მერაბის კაბინეტი იყო პირდაპირ, მაგრამ ქვევით ჩავიდა, თორემ ბავშვი მაწყხერნა. ხო და ნუ მოკლედ მითხრა მაიამ რომ ეს რო ვარ და უკვე რომ მოუკვდია მეკამ თავის ტირიზ რომ მომსპოდა კიდე ქართულმა და ყველა მოკლედ აი
და ეხლა უმეტად უნდა შეხვედრა. ყველაზე ვიფიქრებ, მძიმე თუ აი ეს საკონტროლო სროლა ეხლა უკვე მერაბი უკვე ნამეტანია, მაგრამ ნუ შანსი არ არის, მე შევიდე და დავაკაკუნე. მობრძანდით მესმის. გამოვაღე კარი და რაღაცა გამოცდისთვის ან რაღაცისთვის ემზადებოდა ამ გაკვეთილისთვის, რაც ყოველ შემთხვევაში დგას დაფასთან, რაღაც ამოცანას წერს, რა ემზადება გაკვეთილისთვის და ამოცანა დაბრძანდითო და მე მინდა რომ უთხრა რომ მე ირაკლი და უცებ აი სანამ მე დავჯექი და მოვემზადე რომ უთხრა ვინა ვარ, უცებ ეს კაცი იწყებს თვითონ ლაპარაკს. თქვენ შვილს უნიკალური ტვინი აქვს. ხოდა ეხა მოვემზადე კიდე და ასევე არ დამცადდა აგზელებს. მას შეუძლია გამომგონებელი მეცნიერი გახდეს. და უცებ მე აქ უკვე ვეღარ მოვიჩვენე რა. ბატონო მე რა ყველაფერს გეშლება. მე ირაკლის სინაურის დედა ვარ თქვა და უცებ გავუღებო. მე ძალიან კარგად ვიცი რაღაცა. ამა თქვენ ჩემში. მართლა როგორ შემიძლია არასდროს არ დამავიწყება და დიახ მე ამას ირაკლის სინაურზე ზებაბოთის უყურე. მაგრამ რადგინდას მერე არა აღარ გავაგრძელებ უკვე იმ ტექსტს აღარ მოვყვები ახლა პოდკასტში რადგანაც ირაკლის მინდა რომ კარგი შედაბეჭდილება დიდი აუდიტორიის წინაშე აღარ შეგარცხულს მე ხო როგორ გააგრძელა მაგას აღარ მოვყვები რა თქმა უნდა მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ აი ახლა გულწრფელად გეტყვით რომ იმ ხელა ძალა მომცა იმ პირველმა ნაწილმა რომ კიდე ერთხელ ამ კაცმა დამიმტკიცა რომ ის რაც მე ჩემ შულზე მგონია რომ მას აქვს მართლა განსაკუთრებული მონაცემი და უნარი ტვინის გამოიყენა იმ პერიოდში როცა შეეძლო მას ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენებინა ის მაინც ძალიან დიდი სტიმული იყო დედისთვის რომ მე არა ვარ თქვათ ახლა არ მეჩვენება რომ ამბავს აქ მიუხედავად მისი ნიშნებისა აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტვინი გამოიყენოს. მე არ ამბობ ჩემზე რომ გენიოსი რო შევთვლი არა, ხა მოეწონა ეს ფასი და განავითაროს ეს. ხები რომ ჩემზე ამბობ თონუ მერი ვინ არის? მერი მარობებო ამბობდა ჩემზე. მარობებო ამბობდა დედა შენზე, იმიტომ რომ ჩემი შვილი იყავს. და ამაზე ვშაყირობდით ზუსტად, რომ შენ მუნჯი, ყრუ მუნჯი დადიოდი და ისახა ეს ბავშვი არის სუცხვანი. დებებო აი დაიმახსოვრე. მაგრამ ეს მხოლოდ იმის დამსახურება იყო, რომ იყავი ჩემი შვილი, ეგ ერთი, მეორე შენ თვითონ გიყვარდა ძალიან ბებო, იმიტომ რომ თაყაიშვილზე რომ მოგიყვანდი პირველი რომ დაგსვავდი რომ გაგხდიდი, გარბოდი პირველი ბებოს ოთახში და ეხუტებოდი ფეხებზე და აფრენდა ის რომ ნუ აპატარებდა გადაცემა მახსოვს. შენ გახთი ბებო რო გარდაიცვალა 3 წლის გახთი მეორე დღეს. არა, თელი გადამ მე ეთქვა მახსოვს. შეიძლება მახსოვს თვითონ აი და შაქარსო გიტეხავდა ბებო ჭამდა ჩაის სვავდა ტეხილით შაქრით ესე თავისი ის ქონდა სპეციალური ესეთი დასამტრევი და დიდ შაქრებს ესე ამტროდა და პატარანო აყოლებდა ჩაი ამას უყვარდა ის შაქარი შაქარყინულის ვარიანტი ხო აი რაღაცა რომ მოდიოდა ეს უტეხავდა და უდებდა ამ შაქარს პირში და მათგანამ ჩვენ რა უცნაურია რაღაცები აი ეს ძალიან ღრმა ბავშვობიდან მეც მახსოვს. არის რაღაცები რაც პირდება. ერთხელ მახსოვს, არ ვიცი როდის რა ხდება, просто მახსოვს რომ რამე მე განაიღბიძა. ვარ პატარა, იმაში ვარ კიდე ბავშვის მოგიში ვარ და შენ შემოვიდე. დაიწმინე და მე არ ვიცი ახლა გავარცოთ ახლა და მე წვევი რომ ვფიქრი რომ აზრი არა. არა, ამის დაძინება ცალკე ჯოჯოხეთი იყო. აუ ის არის როგორ ვაძინებდი იცი? აი ეს წარმოიდგინე ახლა, ნუ აი ეს რო იყოს ირაკ. ხო. აი ესე უნდა დაგეწვინა. და აი ესე მქან სვანაირად არ იძინებდა, მაგრამ სამაგიეროდ რო დაიძინებდა შო. აი ბომბი გავუხეთქე ყურთანო, ხო იცი? რეალურად მოხდა 2008 წელს კოჯორში ბომბი რო ჩამოაგდეს. იქ იყავი? ჩვენ წყნეთის ზედა წყნეთში მქონდა სახლი და ეს კოჯორის ბაზა იცი როგორ არის? აი თავზე გვადგას რა ეს გზა ხო ზემოთ გადადის და ისე არის ეს ბაზა რომ აი
ნუ აი ჰორიზონტში, ანუ ჩვენ ზემოთ არის. ეს რო დავარდა ეს ბომბი, აი ისეთი ხმა იყო, რომ აბსოლუტური შეგრძნება იყო, რომ სანამ ამდექით და მივხვდით, რომ გვეგონა რომ ჩვენ ეზოში ჩამოვარდა. და ამაში გარსინავს. თუ ყველა და ეს შევედი ოთახში, აი არაფერი არ გაუგდი. ვაუ. საერთოდ ბიჭო, აი მაშინ რო აფეთქდა და. თავარი იყო, რომ დაეძინა. ხო. დილით რომ და თუ სადმე მივდიოდი, ეს ყველა ბავშვის თემაა, ხო იცი? რაღაცა ეთყობა ფორიაქს გძნობენ დედების. თუ სადმე მივდიოდი და მინდოდა რომ უცებ დაეძინა და დაძინებული დამეტოვებინა და სადმე გავპარდვები. შანსი არ არის, ხო? მე ვიცოდი ხოლმე ეგრე დედაჩემისგან მოყოლით ვიცი რომ აი ზუსტად იგივე ამბავი რა, ანუ რაღაცნაირად ცნობენ ეს ბავშვის ამბავია. ხმაზე ვკიდებდი ხელს მაგ დროს. და ანუ აი ხელს არ უშვებდი რა, ესე რომ ჩამიხუტებდა და დამაძიებდა, ესე ორი ხელით ხმაზე ვეფაუჭებოდი რა და არ უშვებდი. ხო, ეგ არის. თან ჩვენ დედის ერთები, დედას ბიჭები ვართ, ხო ის კიდე მაინც დედას ბიჭი სხვა ამბავია. კი, დედის ერთა და მამის ორაა ეს. ხო, მამის ორა, მე მამის ერთაც. ის არის, აუ, ირაკლი მანახა, ძველი ვიდეო არის, ეს რო პატარაა. და შენ რო ეფერები თუ რაღაც არა, რომელი არა. ხალხური. შენ ესე წევხარ, აი ეგეთი საყვარელი ვიდეო, ანუ ნიტოს რომ მარტო საყვარელი რა, აი პირდაპირ ჩანს ეს რაღაცა დედაშვილური სითბო და ხმას მე მგონი ლაპარაკი არ არის, პროსტო რაღაც მუსიკა. მღერი. აუ, აი. რა ვიცი. იავნანა შეგაიდა მართლა დაიძინა. ძალიან გამიჭირდა ემოციები შეგა. ორ მეორე ჯგუფში უკვე ძალიან ლამაზი სანახაობა. არა, სპეციალურად დავიბარე ისეთ დროს, როცა ძილის დრო ქონდა ამას და. მაგას ვინ იღებდა, ანუ ეს სპეციალურად პირველი არხის გადაცემა იყო. საოცრება. ძალიან მაგარი. ხო, რაღაცა ისეთი რა. ცნობილი ადამიანები ხალხურ სიმღერებს რომ მღეროდნენ რაღაცა რა მაშინ გიორგი შიკიშვილმა გააკეთა ეგ პროექტი ჩანდეს ესე პირდაპირ რაღაც გადაცემა ცოტა რამე მინახავს. ჩემი საყვარელი ვიდეო ჩვენი არის ბასტიბუკუს. იმას რომ მღერი. აი ესეთი კბილი, აი ესე როა. შენ რო პიჯაკით რო დგახარ ესე ეგ ძალიან სასწაულს. და რაღაც მოჩვენე ესე. და მამა ჩემი რო ყავთ თავი ჩასმული იმით მეფის იმაში რომ მე რო ვიყენი ინსტაგრამის სრულთა დაკურებული ხარ. ხო, ეგ იყენი. ეგ ძალიან მაზალო ვიდეოა, ეგ ძალიან. და ბავშვები გური და ვიღაცები იქით ხედა თავს რო აკეთებს. მაიო და მაშო და ცოტა ხნის წინ ვიპოვე და ქეთოც არის მე მგონი ხო შენი? ცოტა ხნის წინ რატო ამდენ ხარ რატო არ დავაგვირდი არ ვიცი. გურის ოთახში ის ხოსურათები ყო ბევრი და ციგნები. თავისთავად ცუდად გვერდზე ხო პატარა ის არის კარადა. მან და ტოტო სურათი, იცი რომ არის. დავაყოთ დავინახე რა ერიფერულ ხედავ. ტოტო ანუ მამა ჩემი. კი, ვიცი კი. ტოტოზე ბევრი რაღაც მოუყოლია და სხვა ჯორი ჩვენ პირველ ეპიზოდშიც მოყევი ხო რაღაცა. გავაღე და ვაკვირდები, იცი რომ სურათი გეუნები ის. უაშებია. მიწოლილი როა ხო? ესე რო. ვაკვირდები. ვის გავს? ოპიო მამა ჩემია, ძალიან. ვის გავს არა, просто შეგზნება, მაგრამ ხთები რაღაცა ბაბუ ვიცი რომ ტოტო არის. ვერ გამორიცხავებ. просто რაღაცა ძალიან ჩემე similar feeling აქვს. მე ბიზა ჩემმა გადამეღო სურათთან. ეს ჩაგიდე შეიძლება. ძალიან მაგარი რამეა რა. ხო, არა, იცი რა ძალიან როგორც კი ლაპარაკს იწყებს, ხდება მამამისს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვთებით არ გავს. აი იმდენად აგებულება, ხელები, მანერა, ლაპარაკი, სიარულის, იმდენად მამამისის აქვს, რომ ძალიან გავს, მაგრამ აი ესე ობიექტურად, ვიზუალურად ძალიან. ეს ფოტოები რომ ანახო. მე მგავს და მე ვყავარ მამაჩემს და შესაბამისად ბაბუამის გავს. თურმე მე არ მახსოვდა ეგ. ბავშვობაში მაგასაც რო ყოფილიყავი. მარტო მე ვყავდი დანარჩენები შვეიცარიაში ცხოვრობდნენ. ან ეს ირაკლი ხო ქონდა ეს ჩარჩენილი და ნუ ეს ირაკლი რო აისრულა ეს ირაკლი როგორც იქნა. ვაი მე ისე მიყვარდა ჩემი ყველაზე საყვარელი კადრი იყო. უყურებდა ყველაფერს რაც ამას უნდა და ოღონდ ეს იმის ოთახიდან არ გასულიყო. და მამა ჩემი ცხოვრებაში დიდი კაცი იყო და ესეთი ჰიპიანი კაცი იყო და ესე წვებოდა ირაკლი ტელევიზორი ხო აქ არის ესე წვებოდა ღიბზე ადებდა თავს აი ესე და უყურებდნენ ერთად და ეს ეფერებოდა თავარია რომ იყოლოდა
და ეს რომ მოინდომებდა რომ რაღაცა გადაგირთა ბაბუ რა გინდა მითხარი რა გინდა და გადაგირთა და ნუ მამა ჩემმა იცოდა სპაიდერმენი სპანჯბობი რაღაცა მაშინ იყო კიდე რას უყურებდი იცი შენ რაღაცა magic კი არა და აი რაღაცა უცნაური ოჯახი რაღაცა family family outfit არა დედას რო ხელი უგრძელდება და incredible სუპერ ბიძა ერქვა ქართულად მაგას ქართული გახმარებით ხო სუპერ ოჯახი სუპერ ბიძა ერქვა იმ ტიპს ხო ზეპირად ვიცი ხო და აი მაგასაც უყურებდა ამას და ოღონდ არ წასულიყო და მე რომ მოსაკლავად გავენთებოდი ხოლმე იცოდა რომ ეს რო პრინციპში მე ხო ერთხელ სკოლიდან რომ მოვიდე და ტელეფონი მოიტანა ნუ ბავშვები დაჩაგურავ თუ დავრეკავ და მე ვთხარ დაგეკა ქართულ შოკოლადთან ეგეთი პრინციპში ეს რომ ცოცხალი არის ძალიან დიდი დამსახურება მამაჩემის იმიტომ რომ დაგიტრიეს აუ აი ხირე პოლოხმა და ბაბუაჩემი გამოვარდა ოთახიდან და აუ რა კაი ანები ბავშვი აი რა გეუბნები ნუ აი ის რო არ ყოფილიყო ეს დიდი ხნის ესე იგი გაჩანაგებული მეყოლებოდა მაგიჟებდა ხალხი ნუ აი ესეთი რამე შეეძლო გაეკეთებინა რომ აი არ უხაცრავად არა ბოდიში რაც არ უნდა ექნა და რომ გამოვიდეთ წყობიდან და ბოდიში დედიკო ბოდიში აღარ მინდა შენი ბოდიში აღარ მუშაობს მეთქი ეს ბოდიში შეოთ ყილა ნუ მიხდი ბოდიში მაშინ უხაცრავად დედიკო თუ ბოდიში არა მაშინ უხაცრავად სავათანებ ერთ დღეს იცი რა აქ გაკეთებული იდიო არ ვიცი მოყოლილია თუ არა საათის ბატარეა ხო იცი პატარები პატარა ის აქ ცხვირში შეტენილი და იყო ჩემი უახლოესი მეგობრის მაია ლალიაშვილის შვილის ნათლობა და იქ მივდივართ უყველა უკვე გამოწყობილებ არა კატოსი არა იმისი ქეთოს უკვე გამოწყობილებ უყველა მივდივართ და ნუ ეს ბავში ლატარი და ბიჭი ბაჭავარიანი ჩემი საყვარელი ბიჭი სადღაცა кейფობ დაურეკე ტირილით რომ ესე ცხვირში მე აუცილებლად უნდა გამოვიღოთო და მომიყვანე ხაო სადღაც სუფრაზე იყო და სახში მოვალო და მომიყვანეო მივიყვანე სახში მივიყვანე სახში ვერ გამოიღო იმიტომ რომ ძალიან ღრმა თქონდა ძალიან საშიშიაო და ეხლავეო წავედითო წავედი ამ კაცხო ჩაუშხამე საწყალ სადღაც თავისთვის მეგობრებში იყო ნუ სახლიდან წავედით დიღომში, იქ დიღომში მოკლედ დიდი ხანი დაგჭირდა, იმიტომ რომ ნუ ვერაფრით ვერ უღებდა და ძალიან შეეშინდა და ნუ მოკლედ როგორც იქნა რაღაცა პინცეტით მე და ჩამოაგდო ეს ისა სისხლი ტირის რა თქმა უნდა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა არ დამტოვა და მაია დამყვება მოკლედ მასში მიყვარხა და ისა რა ქვია და ნუ ხდება რომ თან ნერვიულობ და თან მოკლა მინდა და ნუ მოკლედ რაღაცა ხან მებეფერება ეს მაია და ხან ამას ეფერება და ხან ბიჭის მადლობებს უხდის იმიტომ რომ მე ვარ გამოსული წყობიდან იმიტომ რომ ეს კაცთან მეუნება რომ ნერვიულებ ხა ამოვიღებ და თან გძნობ რომ თვითონ ნერვიულობსა და ნუ მოკლედ ნუ ამოვიღებ როგორც რა ხელა იყავი მოვედით, ნუ 5 წლის ალბათ 4-5 წლის. ეგ რა უკიდურე მეც მაქვს ეგეთი რაღაც გაკეთებული. არა, ნუ მე არ ვიცი მე რა ვქები, ეგ რა. ხო და მოვედით მოკლედ სახში სუსისხლში ესა შევიყვანე, გადავავლე, გამოუცვალე ისა და ვზივართ სამზარეულოში და ხო ამ ნერვიულობისგან ისა და იქიდან გოგოები რაშვებითო მოახერხებ წამოსასო და მაია თქო მეთქე გეხვეწები მე ძალიან ცუდად თავარ თქო ხო იცი აი არაფერს თავი რო არ გაქვს ნერვიულობ წადი მეთქი არაო შანსი არ არის მე უშენოთ არსა მაშინ წავალ სახშიო და მოი მივხვდი რომ ჩემ გამო ეს და კაი მეთქი წავიდეთ თქო და დედა ჩემს ვეუბნები გეხვეწები მე ვთხარი დაუბანე გამოუცვალე ისა და წავალ მეთქი ცოტა ხანი თქო და კიო კაცო წადიო დატოვეო და იქ კარებთან მივედი ისა რომ ირაკლი ჭკვიანად თქო უცებ გამორბის ეს დედიკო 10 კაპიკიანი გადავყლაპებეუნე მე 10 კაპიკიანი გადავყლა სამსვე თქვენაში კი არა
აი რო გაი სუსისხლიანზე დაუბადე და დედ ბესმეც შედი ხო არ გონია სამობრუნდი გავაღე კარები და წავედი მოგიძახონე კარები ვა ბიჭო რთული მერე უკვე შენი მშობლო ალხო დედას გეფიცები მაია კარებში რო ჩაიკეთა აი ნერვიულობისგან ისეთი ისტერიული სიცილი აუვარდა რომ ვერ გავყავდა ვიცადე კაცო დავტოვე დედიკო და რო გახარა ხო გავახა დედიკო არ გამიგერი გადავყლაფე და მე რა თქმა უნდა გზიდან მაინც მაიამ ვერ მოისვენა დაურეკათე მურმიქელაძე ასევე ძალიან გვიყვარდა მის პედიაზე თებური თქვა რომ დაანებეთ თავიო მაგას ეშველება გამოსვლის ადგილს თვითონ პოვებსო და ახი დაეშვითო მაგრამ ნუ აი საოცრება იყო საოცრება აი მართლა რაღაცა უშილი რთული ამბავი და თურმე ADHD-ის დიაგნოზი მაქვს. ხო. წლიდან. და მითხრა მისმა ექიმმა ვინც დაუსვა ის მაშინ ითვლებოდა რომ მაშინ იყო ვაფშე ეგ დიაგნოზი ამის დროს კი ხო და ეს ADHD-აო ADHD-აო და HDMI-აო თან ძალიან ბევრი მაშაყირა ამან ძალიან ახლობელია ეს ექიმი რომ მაშაყირა რომ ესო სვეტსკი ამერიკელების შვილების დაავადებაო და რა თქმა უნდა შენ შულს თუ რამე პრობლემა უნდა ქონოდა ეგ უნდა ძალიან მაშაყირა ამავდროულად IQ-ს ტესტი გაუკეთა და უთხრა რომ ძალიან მაღალი აქვს და იქნებაო რამენაირად შეეცადოთ და ასწავლოთ ბავშვსო და მოკლედ ავართ ამ ამბავში და მაშინ ითვლებოდა რომ ეს ისეთი გამსვლელი სიმპტომია რა რომ რაღაცა ასაკთან ერთად გაუვა და ესო გაუვაო მე უკვე დასულა საკში და არ გაუვა მეთქი ვეუბნები და არა უკაცო გაუვა არ გაუვა მეთქი და ხო უკვე ხო იცი პროფესიონალი ექიმია კაცი არ არის ქალია მაგრამ ხო და ისა გეუბნები გამეოთხარი კაცო დედას არ გაუვა რა მეთქი და შვილს ხო და მე რო დავფიქრდი მე რა თქმა უნდა წავიკითხე ყველაფერი მივხვდი რომ ჩემ დროს უბრალოდ ეს დიაგნოზი ისმებოდა თორე ტიპიური ADHD ვარ მეც და ესეც ჩემ გამო ბევრს აქვს ძალიან გონჯა დისლექსია მაქვს და არა მაქვს ნაპოვნი ხო ჰიპოვი ეხლა მე შენ მიზეზები არ გამოლიო იმის რომ წიგნი არ წაიკითხო რა დისლექსია არა ისა გაქვს უნდა გაცხო ერთი დისლექსია აუ აი არ ვიცი რა ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც რომელ კლასში იყავი როდესაც ნახე Great Gatsby მეშვიდე ნუ მოკლედ იცი როგორ ვკითხულობთ წიგნს გიო რომ აი ეს აქედან აქნობიდან აქნობამდე წაიკითხე და ეს მოგცემდა მე ამის და აქედან აქნობას თუ წაიკითხა 20 ლარს მოგცემდა ეხლა უფრო კითხულობ სხვა შორის და ამას მოგცემდა იმას ვიზამდა იქ წაგიყვანდა ნუ მოკლედ აი შებმის მეთოდებით გვაქვს რომ ერთი გვერდი წაიკითხოს რა და გამოვიდა ფილმი Great Gatsby და ვიღაცასთან ერთად წავიდა თავის მეგობრებთან ერთად და მოვიდა ფილმი გაგისორდა და მოვიდა რომ წაიკითხო რინაშ მოვიდა სახში რომ აუ დედა და რა მაგარი ფილმი და დიკაპრიო ეფექტი არა wealthy ეფექტია და ამ რაღაცა შიქ ლაიფზე და რაღაცა შეიშალა და დედიკო მეთქი მე ხა ღამე ვერ იძინებს ისეთი იქა დედარი და მე უწექი და ესე ლაპარაკო აუ დედა მე ვთხარი შენ თუ ფილმი ესე მოგეწონა შენ რო ეს წიგნი წაიკითხო თქო შენ შეიშალო და დაიკერა მართლაო აუ მე ვთხარი გაგიჟდები აი მე მახსოვს მართლა მახსოვს აი რა და მე მართლა რო წავიკითხე გიორგი ცაგარის ბიძა რა თქმა იქ ხო ბაბუა არა დედამისის ბიძა დედამისის ბიძა ხო და ისა რა ქვია და აი მოკლედ ვარ ერთ ამბავში რომ იმიტომ რომ ეს ისე რომ მივხვდი არიქა ძალიან ხო და ვეფიქრე არიქა ისა რაღაცა ბოუში ხო და მიყიდიო მაგ წიგნსო აბა რას ვიზამეთ მას ბავშვმა წიგნი და მოკლედ აი იცი როგორ რო აი შევსახდით რომ დილა სკოლაში რო წავა და მე სკოლაში გავუვლი და იქიდან პირდაპირ წავალ წიგნის მაღაზიაში და ვიყიდ და მე ვარ აი დავფრინავ მთელი დღე რომ აი 2:30-ზე უნდა ერთი სურვილი გაქვს როდის პირველად ჩემი შვილის სურვილით უნდა წავიდეთ და წიგნი ვიყიდო და გამოვარდა სკოლიდან ყველას თახო ყველას ებღარძუნება დღემდე ყველა ჩაკოსნა ჩაბლოშნა ჩაერწვა საათი უსინა ჩაჯდა როგორც იქ მანქანაში და მივდივართ ხო და დედი მეთქი აი ხლა
რაღაცა წიგნი ვიყიდოთ და მე სადმე ვისადილოთ თქო და ხო ისაო და უცებ პაუზა გამხედა და დე წიგში წერია ფული როგორ იშოვა რომ და მივხვდი მიზეზი რატომ უნდა წაკითხვის რომ იქნებ იქ ეწეროს მაგდენი ფული სად იშოვებ მე კორძმა დიდი ხნის მოკლედ დამთავრდა მანდ ამის თქვენი ურთიერთობანი და ლიტერატურა მაგრამ დიდი ხნის მართლა 17-ია. მეგონი კორძი და მე მაგაზე გადაობა ამოვარდა კიდე რა და კორძი მე კუჩი დაადვილია. მაფიოზებია. მე შენ ისეთი მაფიოზი იქნები. იმასავდარ ფულს არ აქვს და მაფიოზები აძლევდნენ იმ პონჩი რომ ის შენ კიდე მანდიყავი დარჩენილი იქ მან გეცბიმ როგორ იშოვა ფული? არა, პროსტა ამოვარდა ამაზე გიორგი მოყვა. ლაპარაკმა მოიწა. ამოვარდა არ არის ეგ ჩამოვარდა. და ნუ და თავისი ზნები რო დაკვირებული ხარ, რაღაცა თავის სიტყვებს რო იყო. თავისებურად კი. თუ ხასაბა პრაქტიკულად თანამედროვე. ლექსიკონი აქვს თავი. არა, საოცრებებს ამბობ. ხო და ამბობ თუ ვამბობ რომ უნდა ვაწარმოო ჩაწერა თქო ამის ზნების და მე ლექსიკონად გამოვხდე. საინტერესო ის ირაკლის ლექსიკო. რა იგულისხმო ახლა ავტორმა პოეტმა ანუ მე გიორგი კორძს ლაპარაკობ და ხუთები ამაზე გადაობს გიორგი რა თქმა უნდა და კორძი მე უნდა რომ ბიჭო მე გავიწყელი ვიცი რომ აღარ ახსნა მაგრამ თელი და ესა რომ მაფიოზები აძლევდა ფულს რომ სუფთა ფული ყოფილიყო კათედრება ქვია მე დაამუღამე და მე მაგისათებელი არ ამასწრე და დაიწყო ხო და დამშვიდდა კი და მალე ვიყურე მიზერის და მივხვდი რომ ფილმის კეთება მინდა ну ფილმები იდეაში ხო ბავშვობიდან გინდოდა რა ეგ ხომ მოყევი წინაზე კიდე მაგალითად როგორ თუ ეგ ეპიზოდია ის მოიცა ეგ მეორე ფათაშორის აი ფილმების მუსიკის მიმართ სულ ქონდა რაღაცა არა ასაკობრივი ინტერესი და ბევრად უფრო მეტი რაღაცა ნანახია ლაპარაკობდი 12 წლის ასაკში კუბრიკს უყურებდიო თუ 13 წლის ასაკში ხო აი რა ამ ხრივ ხო აი რამდენადაც ლიტერატურა ვერ შევიყვარეთ კინო და მუსიკალური ინდუსტრია მის ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოიჭრა. ხოლმე მაგაზე ხშირად გამოვთი რომ მეც დიდი სიყვარული არ მაქვს წიგნების მიმართ. ნუ კითხულობ, ეხლა ალბათ ყველაზე აქტიურად ვიდრე ეხლა ყველაზე აქტიურად და სადღაც ნუ მე 7 კლასში მქონდა მეც ეს ბუმი რა. დედაჩემი არის ჩვეულებრივი მანიაკი რა, ნუ ლიტერატურაზე მეტად მართლა არაფერი არ უყვარს. შენც როგორც ვიცი ძალიან გიყვარს და მე ესეთი მანიაკობა არ მჭირს, მაგრამ ხო ნუ თქვენ შორის მეც მაგ პერიოდი რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვკითხულობ, მაგ პერიოდი რომ აი რაღაცა ინტენსიურად აი ეს არის ჩემი საზრდო. არის ხანდახან უბრალოდ როცა ძალიან ცოტა აღელვებული და დეპრესიული ვარ, ვერ უდებ გულს. ხო. აი როგორ დასკვნამდე მივდივარ, იცი რომ ამ ცხოვრებაში რა ნებისმიერი რაღაცა შეიძლება ეს იყოს კინო, შეიძლება იყოს ლიტერატურა, შეიძლება იყოს მუსიკა, არის რაღაცები, რაც სულიერ საზრდოს გაძლევს რა, ამ რაღაცა ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, რაღაც ემოციურ განათლებას გაძლევს და ნუ რაღაცებს რა. და ჩვენი მშობლების თაობისთვის ეგ ყველაზე მეტად მაინც უფრო იყო წიგნი, იმიტომ რომ უფრო ხელმისაწვდომი იყო, არ იყო ინტერნეტი, არ იყო რაღაცა რა. მაგრამ აი ხშირად დამიტოვებია მე მაგალითად და ჩემ რამდენიმე მეგობარს, ვინც არ არის იმდენად ნაკითხი პირდაპირ გაგებით რომ ბევრი წიგნი არ აქვს წაკითხული დაუტოვებია წიგნიერი ტიპის შთაბეჭდილება რა იმიტომ რომ აი სხვა რაღაცები და ინფორმაცია და ეს რაღაცა აქ უკვე ემოციური ინტელექტი სხვა ამბებიდან ჩამოყალიბებია და ირაკლის შემთხვევაშიც ეხა რავი მე რო გავიცანი და რაღაცებზე ლაპარაკი რო დავიწყეთ იმდენად ღრმა ცოდნა ქონდა რაღაცებზე რომ ანუ მეგონა რომ ნუ არის ეს ისეთი ტიპი, ვისაც ევასება კითხვა რა, ძირთადად აი ეგეთი ტიპებისგან მოდის. ფენომენალური ტვინი და მეხსიერება. ხო და ეგ არის. ამის თავია საიდან მიიღებდი ამას, გესმის? ხო, ამის ფონზე ლიტერატურა იყოს, ვიღაცისთვის კინო იყოს, ვიღაცისთვის მუსიკა. მაგრამ ანუ ხო ხვდები, რადიკალიზმი მანდაც ცუდია რა, ანუ ყველადან თუ რაღაცას აიღებ, მაშინ ყველაზე საინტერესო და ყველაზე კაი ტიპი ხარ. თავისთვის უბრალოდ ეს ისეთი აუცილებელი რამე, იმიტომ რომ ჩვენ მაგრამ მაინც აი მეცაც გეტყვი იმაზეს აი სკილი რაღაცა რო ქვია ხო აი იმასაც ვერ ვამუღამებ აი ეს ამბავი თავის სანიშნით და იმით აი რაღაცა თავისი სამყა აი აბსოლუტურად გეთახმები იმაში რომ ის დოზა რა დოზითაც ჩვენ კითხულობთ ჩვენც ვეღარ ვაკეთებთ იმიტომ რომ
წვენი იმდენი რამით არის დაკავებული და გადაღლილი, აი კიდევ ერთხელ გეუბნები, ხანდახან როცა სტრესული გარემოა, რა მქონია იცი რას ვარ დაკვირვებული, არის თქვენ როდესმე ქონიათ ეგეთ რამე თორე წავიკითხე, შლი და მივხვდი რომ შევიდა თავში არა. საერთოდ და ბრუნდები უკან. ქონია რომ დამიკეტავს და აი ხო შანიშნე ხო მაგ ჩადებული და ვიღებ და არ გახსოვს ხო? აი აქამდე როგორ ან უცებ ვიღაცა პერსონაჟი ჩნდება რომელიც ისეთი მოხსენებული რომ ხვდები რომ ეს პირველად არ გამოჩნდა ეს პერსონაჟი ან მე წაკითხული მაქვს უკვე ეს ტიპი სადღაც ადრე უკვე ნახევარი წიგნი რომ მაქვს წაკითხული სადღაც აშკარად გამოჩნდა იმიტომ რომ აი როგორც თქვათ აი ისეთი მოხსენიებულია რომ ხვდები რომ ეს ტიპი უკვე იყო აქ ვიწყებ ქექვას რომ სად გამომრჩა აი დღეს ისეთ მდგომარეობაშია ჩვენი ფსიქიკა რომ მე მესმის რომ ძალიან რთული მეცაც გეტყვი აი მეც რომ აი რაღაცა მაინტერესებს მაგალითად აი პირდაპირ გეტყვით ნინო ხარატიშვილი ძალიან მინდა რომ წავიკითხო და ფორმატის გამო აი პირდაპირ ისტერიკაში ვარ რომ დიდია წიგნი აი მცხელა რომ ხედა იმიტომ რომ ხვდები რომ იმდენჯერ უნდა დავბრუნდე გადავხტე იმდენჯერ უნდა გამეთიშოს ტვინი იმიტომ რომ მე აი იმის დრო არა მაქვს რომ აი დავჯექი და 3 დღე ამას დაუთმე რომ სანამ ყველაფერი აღწევს იქამდე გავიდე ბოლოში და ამიტომ ეს მე მაგალითად ამას განვიცდი როცა აი ამას ვაფიქსირებ რომ აი ის кайფი რომელიც მე მახსოვს აქედან და მე კიდე რა თვისება მაქვს იცი აი რაღაცა ბავშვობაში რომ მახსოვს რამ დიდი გავლენა რამ მოახდინა რომელმაც წიგნმა პერიოდულად მიყვარს იმასთან დაბრუნება და ნუ აი ეს კიდე ცალკე кайფია ენით არის ის მაინც არის ენით აუწერელი ხანდახან ხვდები რომ აზე ხარ მაინც რა პატარა ვიყავი რომ ამაზე ისე გავგიჟდი ხო ნუ სხვანაირად ხანდახან პირიქით აი რაღაცა სხვა სიღრმეებში რომ ამაზე როგორ არ გავგიჟდი მაშინ როგორ ვერ მივხვდი ანუ რაღაცეები არის რაც სხვა რამეს არ მოაქვს სხვა ეტაპზე სხვანაირად და აბსოლუტურად არ არის მე ნაკლებად საერთოდ ნაკლებადაც მიყვარს რაღაცა რო ციტირებენ ხოლმე სულ და რაღაცა ხო რო განეიშნებენ რომ რაღაც ხო სხვანაირად ილექება აი სხვა რაღაცეებში ავლენს თავის პროსტორად აი შენ გავლენას შენზე სხვა რაღაცეებში ავლენს ხო რა მე ჩემი ხელნების სიყვარულზე რომ ამბობ სულ არ გამავიწყდება პარიზში ვიყავით ახსოვს? კი, როგორ ამბობ? მე 10 წლის რო გახდა, მაშინ წაბრძანდა პარიზში. იქ გახდა უბრალოდ 10 წლის. და როგორ მოგეცი, ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იამნანას რა იყო. იამნანას ქონდა კონცერტი ქონდა საქველმოქმედო. ხო, და პირველი ხოთე მე პარიზში ვარ 9 წლისა ვარ, ლაზანიასგან არაფერს არ ვჭამ და პროსტ ჩემი გასართობი არიან ორი ადამიანი. შემხელა ხალხი თემო დოიაშვილი და თემო დოიაშვილი ჩემი კლასელი. ჩვენ იკუშა კვინი ხართ. მივახართორები თემოს მოგითხვა. ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე თან მე და თან კლასელები. კლასელები ვიყავით ხო, ცოტა ხანი მე გადავიდა სხვაგან. ხო და დედამისი ქეთი არის, ნუ მამამისი დათო დოიაშვილია, დედამისი ქეთი ენდელოძე. ქეთი არის ხელოვნება ვწოდო. რა თქმა უნდა დედებმა თეონა ნიკას დედა თეონა ჯორბენაძე კონცერტ არტის თავარი ქალი უმაგრესი ადამიანი იმ მომენტში იყო იავნანას დირექტორი ხარ თამაშით ხო სამხატვრო ხელმძღვანელი თუ სამხატვრო ხო რაღაც კი ბატონო რა თქმა უნდა დოიმ ლიზამ და თეონა ჩვენ ლუვრში დაგვიყვანეს და გადაქონდა ჩაგვაბარეს დოიმ არა ქეთო დოი არის არა ქეთომ წაგვიყვანა რა ბავშვები და დედმაც რა თქმა ქეთი ჩავარ ქეთი წადულოთ ავხსის რაღაცა როგორ ჩვენ წავალ ყავაზაბრით რა არა კაცო ყველანი იქ ვიყავი ჩვენ ვიყავით მაგრამ არა დედო ქეთი მე და ქეთი ვიყავით და თქვენ ბავშვები ნახსოვთ ჩვენ არა მე მითხრა ეგა რო ტყუილავ ლაპარაკობ არავინ არ მისმენს მე მახსოვს მე ვიყავი თუნდაც შენ ვიყავ და ხდები ეს თემო და კვინი ხაგეთ კი დარბიან და რაღაცა და რაღაც მოხდა ეს ქეთი გვიხსნის რაღაცა და ქეთი არ ჩერდება მაინც ესე იგი და ეს და რემბრანტი და ისა და რაღაცა და სოდნე რო არის ნუ არა და უნდა რომ ბავშვები ხა მოვიყვანეთ ლუვრში და
ესენი დარბიან ხანვის შენ არა შენც მაგათთან ერთად დარბოდი მაგას შესაქმე და ხანვის დაეტაკებიან ხარა და ჩვენს უპარდონ და რომ გიჟებივით ესენი და ეს გაიხედეთ მარჯვნივ ბავშვებო ეს არის რაღაცა და ნუ მე ვკვდები სიცილე მეუბნები ქეთო ნუ ყვირე ხარ აზრი არა ხო ხედავ არ გისმენენ მე რას იმას ვიკლავო მართლაო ეცო თავსო ერთი და გაჩერდა გავაგზავნეთ გზა ესენი ისევ ესე დარბიან და უცებ მოვიდა ირაკლი ხაო ქეთი შო აღარ გიყო ეს მაინც ეს თვალით მაინც ის რომ ყვირის რომ მარჯვნივ გაიხედე მარცხნივ გაიხედე შენ მაინც უსმენ აუ ქეთო შო აღარ გაგიჟდა ქეთი კიდე და როგორ თუ მისმენ აბარ მართლა ვერ წარმოგვედგინა რომ ვინმეს რამე ესმოდა მაგრამ იმათაც ესმოდა და ამან უბრალოდ რაღაცა ყურში მოაკლდა ინფორმაცია არ დამავიწყდება კიდე ნუ ხედ მონალიზასთან რაღაცა ყველაფერი კი მაგრამ მონალიზასთან უბრალოდ ფოტოებს იღებდნენ ხელში გვიჭირავს გეკრო მეტი ესეც უახლოეს ხო მაგრამ რაღაც მომენტში რომელიღაც დარბაზში გადავდივარ და იყო ულამაზესი ისა რა ქვია ჭაფი და რატომაც არ ვიცი რატო ავიჩემე ეგ ჭაფი და ერთი 5 წუთი ვედეგი მაგ ჭაფს და კეთრა ლაბაზი ჭაფი აი მე მაგოჩი რო ვთქვი ხელოვნება როგორ ახსნა იმიტომ რომ 10 არაფერი უბრალოდ სილამაზეა რა აუცილებელი არ არის აუცილებელი ზუსტადაც რომ ხელოვნება და სილამაზე და ესთეტიკა სულ არ არის ასახსნელი ამბავი აი მოგწონს შესაგრძნები ამბავი მუსიკა იმიტოა ყველაზე მაგარი რამე რომ არ ჭირდება არანაირი ახსნა აი უბრალოდ სიამოვნებას განიჭერს ემოციურად ხო ლიზა საყვარელი მხატვარი არის რომ რომელი მარკ როფკო როფკო რატოა როფკოთი კითხება მოდი და რა იყო იცი სულ დამავ ტელეფონზე დღემდე უყენია როფკო Are you sure that it's Rofko? კი ეს როფკო არა ეგ კი ვიცი რომ არა ფროა ნამდვილად როფკო სალომე მეგრე ამეხსნა და რა ვიცი სალომე და თავიდანვე იცით რა კი ბატონო ჩემი ლექტორი სალომე მიყვარხარ ხოდა სიყვარულს აფრქვევ პირდაპირ ვა რა საოცარია მე თელ ცხოვრება როტკოს ვეძახე ხოდა რა იყო იცი დადაიზები ლაპარაკეთ და ლექციაზე მე ვუწევ როფკოზე გადავიდა და ეს ეხა ამბობ ხო ჯიპაში ხო თქვენ ახევრის ხო თები აი მომენტში ვერ მოვწვი რა ხო მე უსმენ ვიზიარე პირიქით მე რაღაც ვეკითხები რომ მეთქი აი ეს დადაიზო ჩაიწლება ეს და წერ სულ რაღაც რომ მაინტერესებს რა პრესი ყავს ის წარმოიდგინე ზუსტად წარმოსალომე ვიზიარებს ეს ხარ სალომეს პოსტ ხოლოს ჩააგდოს არა ხო ნუ იმას რაღაცას გვაყოლე კი ბატონო კი გასმუშ და თუ დავალებაზე არ შეერთო მაგოჩი წე და რაღაცა სიმღერებს რაღაცას როგორ ვლაპარაკე მაგას აი მუსიკა გავა I'm sorry for her ხოჭე ასე რომ ხვთებიდან ვეხვთები ეგ მოგები ხოდა და თო მაჩვენეს პირველი ნახატი ეს შედა არის ყველა რო ემოციური არის ნახვა და უცბად გამახსენდა ლიზას მაგ ძალიან უყვარს და რატომაც მე თავში ჩამჩა როტკო ძალიან ჩამჩა თავში და სახსრ დავჯექით და აი მე რა ყველაფერი ჩაუჯექი რაღაცები ნახეთ და ეს ახლა ხო ეს აქვს ხოთა შორის ამას რაღაცა თუ დაინტერესა ჩაყვება ბოლომდე თან აი როგორ იმაზე ზაპაზე გქონდა ეგ მომენტი რაღაც ერთი ზაპა სიმღერა ჩავრთე მანქანაში ძალიან გაუსწორდა ესე არ მომისმენიაო კარგადო და მეორე დღეს მოდის და მოგიყვან ყველა კი ბატონო ჩავჯექი ამას და მე ხუთი დავალება მოგცა რომ დავხატოთ რაღაცები და ის ღამის იდეა მაქე ამ მომიმივიდა ინსპირაცია როფკოს იდეა რა ქვია მაგ მიმართულებას ვაფშე როფკოს აბსტრაქტია დიდი ალბათ ყველაზე კაი ახსნა ეგ არის აბსტრაქტია არის მაინც იმიტომ რომ აი იყო სწორი ხაზები არ არის ხო ყველას თავისი რაღაცა დებული წერტილი აქვს ხო
ძალიან უხუთები ფერებიც რაღაც რომ დააკვირდეთ, ძალიან უსაუბრ შეხამებები. ის ახლა ლიზას რაც უკანია ძალიან შთამბეჭდავია, ფერია, ხო, ნუ ეგ არის იდეაში მე. მაგრამ ეს ახლა ერთი მაგალითი, მაგრამ რო აიღოს სხვა რაღაცები, და ფერები ვაფშე იდეურად არ უხდება ერთმანეთს, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავია ყველაფერი. აბა დღესაც გავაკეთე ეს ჩემი ნახატები გადიდება, მაგით მგონია რომ აბსტრაქტულ ხელოვნებას ის აქვს მთელი იდეა, რომ შეგიძლია მართლა არასწორად დახატო, მაგრამ შენი თავისუფლება და შენი აზრი მაინც ჩანს. ხო, მთავარია ბუნებრივად იყოს ეგ გაკეთებული. შენ იმაში რაღაც ემოციას თუ ჩადებ და ბუნებრივი ემოციით თუ გააკეთებ, ამორიცხულია ვიღაცამ ეგ რო არ იგრძნოს რა. ტიპამ რაც მოხდა თავისუფლად, ეთქვა თავისუფლად ხატაო და პირიქით მაგიტომ მომწონდა. ანუ ნაღდი აი პოზა არ უნდა იყოს, ხო ხტები, ნაღდად უნდა გადაიტანო ეს პროსტა რა შეგიძლია. აი ხატო რო დავიწყო რა, შეიძლება. რაც გინდა შენი, როდის რა დამიშლი ხა ხატო რო დაკიშალო. კაი რაკლი. არა, ბასაფერა დავშლია პირის სულ ყველაზე ოღონდ ამ რამე მითხრას რომ მინდაო და. არა, არ ვსწავლო. არ ვსწავლობ რა. იმ დღეს ჩემი ნათესავი არის მის ლექტორი, რომელიც ძალიან მიყვარს და დამირეკეს იმ დღეს ერთად და ფოტოგრაფიის. დიმა. We love you. უყვარხარ ირაკლის. ლიზასაც ძალიან. ლიზასაც. ხო და ისა რა ქვია. და ისა რაც ძალიან კაი ბიჭიაო, რაც თავარია არ ზარმაცობს მონდომებულიაო და. ბატონო. ალო. გაიმეორე. მაგაწყდა, აი პირველად 22 წლის ასაკში. პირველად ამაზე მითხრეს, რომ არ ზარმაცობს და მონდომებული. იყო ადამიანი. ყველაფერს მეუბნებოდნენ, რომ ასეთია, ისეთია, მაგრამ არაფერს არ აკეთებ ზარმაცი. მე ვამაყობ. აბა, ნახვამდის კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ხო, ნელ-ნელა უნდა დავამთავროთ. ლიზა ძალიან დიდი მადლობა. რა ბრძანებ? ჩემთვის ძალიან გამოვიდა. და შორის დიდი პატივი იყო ყოველგვარი ირონიის გარეშე. მადლობა რომ მოგინდათ ჩემთან საუბარი. რა თქმა უნდა. არაჩვეულებრივი საუბარი იყო, ჩვენ მიხარია რომ ესეთი კარგი პირველი სტუმარი ვყავდა, იმედია ხალხსაც მოეწონება. იმედია კი არა, მომეთ დარწმუნებული ვარ რომ მოეწონება და მე მაინც იმედი. აბა კარგად. მადლობთ. მიაწკაპე.